დღეს არის შაბათი 24 იანვარი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 11 იანვარი და ვიზეც გვისაუბრია დღეს ვისი ხსენებაც არის ეს არის წმინდა ანასტასია კიეველი ეს არის საუბარი 73 ამიტომ მასზე აღარ გავჩერდებით და მე გადავდივარ დღეს ეს არის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი საერთოდ ეკლესიის ისტორიაში ეს არის წმინდა თეოდოსი დიდი რომელზეც ჯერ სანამ საუბარს დავიწყებ მინდა ცოტათი უცნაური რამ მოგახსენოთ ესე იგი ჩვენ არ აგვაქვს წმინდა ნაწილი თეოდოსი დიდის და მიუხედავად ამისა როდესაც თავის დროზე ჩვენ იერუსალიმელ მამებზე პალესტინელ მამებზე საუბრობდით იმდენად ესე იგი ეს არის ძირითადად კირილეს კვითოპოლელის საუბრები მონათხრობები ამ მამების შესახებ და იმდენად ყველგან ჩანდა ესე იგი თეოდოსი დიდი მოიხსენებოდა განსაკუთრებით საბა განწმენდილის ცხოვრებაში და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მამა იყო, რომ რაღაცნაირად შეუძლებელად მივიჩნიე, რომ ამ უდიდესი წმინდანის ხატი არ ქონოდა და შეუკვეთეთ და გვაქვს ეს ხატი. მაგრამ აი დღეს არის ხსენება და მე როდესაც ეს მასალები მომიმზადეს, მეხმარებიან ამ მასალების მომზადებაში, ბუნებრივად ჩამიწერეს თეოდოსი დიდი და მოამზადება მე ვიკითხე გამოჩნდა ეს წმინდა ნაწილი და არ გამოჩნდა და აბა რატომ მომიმზადეთ იმიტომ რომ ჩვენ ხო ესეთი პირობა გვაქვს ხო და როგორც ჩანს წმინდა თეოდოსი დიდის ლოცვა კურთხევით ჩვენ უნდა გადავიდეთ უკვე იმ წმინდანებზეც რომელთა უდიდეს წმინდანებზე რომელთა წმინდა ნაწილები არ გაგვაჩნია და ალბათ თანდათანობით მათზეც უნდა ვისაუბროთ ეს პირველი მეორე თეოდოსი დიდის შესახებ, ეს ბოლოში გაჩვენებთ ხაზს. თეოდოსი დიდის შესახებ, ესე იგი, ქართულ წყაროში მე აღარ ვიძახი რა გაგვაჩნია, ბევრი რამ არის, დიდი მასალებია და სხვა შორის ეს კირილეს კვითოპოლელსაც აქვს, ცალკე, რატომაც ცოტა ეთყობა სხვა წმინდა მამებთან რო ბევრჯერ ყავს ნახსენები, თვითონ კირილე სკვითოპოლელმა თვითონ თეოდოსი დიდზე რაღაცა ცოტა დაწერა. ამიტომ ჩვენ სხვა წყაროთი ვისარგებლებთ, ეს არის წმინდა თეოდორე პეტრაქალაქის ეპისკოპოსი. პეტრა არის ესეთი ცნობილი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი არის თუ არ ვცდები იორდანეს სამეფოში და მე-6 საუკუნეში იყო თითქმის თანამედროვე, ანუ ეს კიმენური ტექსტია ფაქტიურად. კიმენური ტექსტი კი არის, მაგრამ ამისი თარგმანიც ორია ქართულად და ჩვენ ესე იგი ეხლა ექვთიმეთ ათონელის თარგმანით ვისარგებლებთ, თუმცა მოგვიანებით კიდევ ერთხელ ითარგმნა ქართულად ეს და კიდევ ცოტა გვიან ითარგმნა სოფრონი იერუსალიმელსაც აქვს ტექსტი წმინდა თეოდოსი დიდზე ეს უფრო არის უკვე მეტაფრასული, ანუ გავრცობილი რედაქცია და მე მაინც გადავწყვიტე რომ აი ეს პირველი ტექსტი ავიღოთ, სულ პირველი რომელიც ქართულ ენაზე გამოჩნდა ეს არის წმინდა ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ თეოდორე ეპისკოპოსი პეტრაქალაქისა ცხოვრებაი წმინდისა მამისა ჩვენისა თეოდოსი დიდისაი რომელსაც აი ხა აქვე უნდა ვთქვა ესეც რომელსაც ცოტათი უცნაურად ჟღერს ქართულ ენაზე და დიდ გაუგებრობას იწვევს და მეც მოყოლილი ვიყავი ამაში აი არ ფთარმესმოდა რას ნიშნავს ზოგაცხონებულთა თავი ესე ქვია ზოგადცხონებულთა თავი არა და სინოდულში ძალიან ადვილი ასახსნელია თუ უცხოენაზე ჩავხედავთ ესე იგი ამ სიტყვას და მის წოდებას იმ წუთშივე ცოტათი გარკვეული ამბები ესე იგი უცხო ბერძნულად ქვია კინოვი არხი ანუ ზოგაცხონებულთა თავი ანუ ზოგაცხონებულთა ცხონება
ესე იგი თუჩივე გესმის რომ სასופელოში არა ერთად მაცხოვრებელთა წინამძღვარი აი ესე შეიძლება ითარგმნოს ზოგად ცხოვრება ანუ ერთად ეხლა რა შეასახა საქმე ის არის რომ ძირითადად მაშინ უკვე ჯერ კიდე მე-6 საუკუნემდე როდესაც ცხოვრობდა 529 წელს გარდაიცვალა 105 წლის ასაკში ხო ანუ ესე იგი მე-6 საუკუნეებია და ჯერ კიდევ მაშინ ძირითადად ეგრეთ წოდებული იდიორიტმული მონასტრები არსებობდა. დღესაც არსებობს იდიორიტმული მონასტრები ჩვენთანაც. ანუ აქ რაზეც ლაპარაკი, რომ მონასტრის წევრებს, ბერებს ან მონაზვნებს აქვთ პირადი მიცემული პირადი კანონი და თვითონ ირჩევენ თუ წინამძღვართან შეთანხმებით, როგორ აღასრულონ ლოცვები და ინდივიდუალურად ცხოვრობენ. ანუ თვითონ ლოცულობს, შეიძლება ტრაპეზზე ერთად არიან, მაგრამ მას თავისი პირადი კანონები აქვს და იმას ასრულებს რა. და ეს ზოგად ცხონებულთა მონასტერი, ანუ კინოვია, ესე იგი ეს არის იდიორიტმული მონასტერი და კინოვიური მონასტრები. ანუ ესე იგი ერთ სივრცეში ცხოვრობენ, ეს პირველად გააკეთა როგორც ჩანს თეოდოსიმ, ну იყო რაღაცა მანამდეც, მაგრამ ძირითადად დიდი მონასტერი ესეთი, სადაც როგორც აი ჩვენ როგორც ავარ დღეს მიჩვეულები, იგივე ათონის თაზეც, სხვათა შორის სულ რაღაც 80-იანი წლებიდან არის ათონის თაზეც ესე, რომ დიდი მონასტერია, ყველა ცხოვრობს, ყველა ერთად მოდის ლოცვაზე, ყველა ერთად მოდის ტრაპეზზე და საერთო მორჩილებები აქვს რა. აი ეს არის ზოგად ცხონებულთა, ანუ ერთად მაცხოვრებელთა, საერთო საცხოვრებლის ტიპის მონასტერი, მოკლედ ესე რომ ვთქვათ რა, საერთო საცხოვრებლის ტიპის და ისინი კი ადრე ესე იყვნენ, რომ ერთ შენობაში კი ცხოვრობდნენ ერთ მონასტერში, მაგრამ ყველა თავისი მოკლედ ამ წესით ცხოვრობდა რა, ეს დაარსა მოკლედ თეოდოსი დიდმა და ეხლა გადავდივართ შემდეგი ეს არის თეოდორე ეპისკოპოსი პეტრა ქალაქისაი. რატო? იმიტომ რომ როგორც წესი ყველა ასეთ კიმენურ ტექსტს და ყველა ასეთ აღწერილობას, ესე იგი ცხოვრების სხვათა შორის ჩვენც გვაქვს ეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშია, ეს სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაშია, იწყება რაღაცა მცირე შესავლით, სადაც ძალიან კარგად ჩანს პიროვნება. თვითონ პიროვნება ვინც წერს ამას. აღწერელი აუცილებლად ერთ-ორ სიტყვის მაგალითად გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში იწყება, რომ როგორც ცნობილია დუმილი ოქრო და სიტყვა რაც არ უნდა ბრძნული იყოს ვერცხლიო და რადგან მეო ვერ ჩერდები და არ შემილია დადუმებო მაშინო ბარემ ვილაპარაკებო ისეთ რამეზე რომ იყოსო ვერცხლე სიტყვაო და წმინდა მამის ცხოვრებას აქიწერთ აი რაღაც ესეთი და ნუ ბევრი ძალიან ნუ საოცარი მაგალითები ალბათ შეიძლება ეს შესავლები ცალკე ერთად საუბრის თემა იყოს მოკლედ ახლა ჩვენ გადავდივართ უშუალოდ ვიწყებთ ცხოვრებას ოღონდ დიდი ტექსტია ძალიან და მაგრამ კარგი ტექსტია ძალიან საინტერესო ამბებია და ვიწყებთ ესე იგი ჯერ შევდივართ ურთიერთობაში თეოდორე პეტრა ქალაქის ეპისკოპოსთან და ასწანებს სამებაი წმინდაი შეერთებული ღვთაებითა და ბუნებითა და ძალითა მამაი ძედა სული წმინდაი ბუნებაი დაუბადებელი აღმომაცენებელი ყოველთა კეთილთა და მადლთაი იგი მოსცემს ყოველთა ძეთა კაცთასა წყაროსა ცხოვრებისასა და უფრო ისა და მათ წყაროს ის გვაძლევს ცხოვრების მაგრამ უფრო მეტად იმათ რომელთა უყვარს იგი და იმარხავენ ცნებათა მისთა და ამისთვის თქო უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან ერთმან წმინდისა სამებისაგანმან სახარებასა შინა მე მგონი არ ჭირდება ამას ხო რა ქვია განმარტება რომელსაც სწოროდეს მოვედინ ჩემდა და სვინ ესე იგი მაინც ესე იგი ყოვლადწმინდა მოკლედ რო ვთქვათ ყოვლადწმინდა სამებაის რომელიც გვაძლევს აი წყალს წყაროს ცხონებისას და საცხოვრებელს და განსაკუთრებით იმათ ვისაც ეს უყვართ როგორც იესომ ძანა რომ მოდით და სვით ეს წყალი ხო უთხრა იქ ხო უთხრა იმ სამარიტელ დედაკაცს რომ შენ ისე წყალს მოგცემ რომელიც შენში წყაროდ გადაიქცევა და მრავალს დაარწყულებს ხო
რამე თუ სწურის და ითხოვს სმად წყალსა სულისა წმინდისასა ყოველი რომლისა გულსა აგზნებულ არ სიყვარული ღვთისაი ამასვე წყალსა ითხოვდა ეხა ნახეთ ამასვე წყალსა ითხოვდა დავით მეფე წინასწარმეტყველი რომელი ბრძანებს ესე იგი თავის ფსალმუნებში 50 გუნი მეერთე ფსალმუნია ვითარცა სწური ნირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა ეგრეთ სურნი სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო აი ამ წყალს ითხოვდა ზუსტად ამ ღვთაებრივ წყალს აი როგორც ირემს და ამას განმარტებები ხარ გავჩერდები და galaktionს აქვს სხვათა შორის თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა ვითარცა დაჭრილ ირმების ჯოგს წყარო ანკარა ნამდვილად იქიდან არის დავით წინასწარმეტყველიდან აღებული ესეც და ნუ ამ ირმებს რატო წყურიათ ამაზე აღარ გავჩერდები თავისი მიზეზი აქვს იმათ რომ წყუროდეთ და მოკლედ აი ეს წყალია რომელსაც ჩვენ უნდა დავეწაფოთ ახლა და ეგრეთვე ყოველნი წმინდანი იყვნენ განიწმენდნენ რა თავსათვისა ვითარცა განიწმის მუშაკმან ქვეყანაი და მორწყვედ ნიშნაგან სულისა წმინდისაითა აი ყველა წმინდანიც ესე იყო როგორც მუშაკი ანუ შრომელი კაცი ყანას თქვათ ან რაღაცა მინდორს სადაც უნდა დაამუშავოს ხო სადაც უნდა მორწყოს მერე და გასწმებს იმას გამარგლავს გაასუფთავებს და გაამზადებს იმისათვის რომ წყალი მიიღოს აი ესე უნდა ყველა მოღვაწე ვინც გაასუფთავებდა თავის ხელს ის ღებულობდა ამ წყალს და გამოსციან ამ წყალწრის რომ მორწყავს იმ მიწას ეს ახარებისეული სიტყვა გამოსციან ნაყოფის ერთმა 100 სხვამა 60 და სხვამა 30 ესე იგი იმ გამზადებულ ნიადაგში რომ დაითესება ეს თესლია რომ მოირწყვება ის მერე სხვადასხვა მოკლედ ამ ნაყოფს გამოიღებს და ადამიანიც ასეა რა ვინ როგორ რეაგირებს ესე რომ ვთქვა ამ ყველაფერზე ესრეთე იყო მამაი ჩვენი დიდი წმინდა თეოდოსი და გადავდივართ ახლა იქ მოდა ნაყოფსა და გამოიღებ და განამრავლდა მადლი რომელი მიეცა ღვთისაგან ვითარმე ღირსიფრას სმენა თქმისა რომელი ტყვის მოვედ აი თეოდოსიზე გადავდივართ უკვე რომელიც როგორ იქცეოდა ესე იგი როგორც სახარებაში წერია მოვედ მონაუკეთილო ცირესაზე და სარწმუნოებო მრავალსაზე და დაგადგინო შევეცი ხალხს ოფლისა შენსასა ეს იყო ადამიანი რომელიც აი ცირესაზე და იყო სარწმუნო ყოველთვის საკუთარი თავით დაიწყო მე 1 მე 2 მე 3 ადამიანი და მე ერთად მაცხოვრებელთა მოკლედ საერთოდ საცხოვრებლის ტიპის მონასტრის დაარსება მოუწია იმდენი ხალხი მოვიდა ამასაც მე ვნახავთ ახლა რომ დიდხანს ფიქრობდა რა არის ღვთისნება ააშენოს ეს დიდი შენობა იმიტომ რომ შემოწირულობების დიდი ქონდა და მოდიოდა ხალხი და თხოვდნენ და ნუ რაღაცა და ილუცა და ბოლოს გადაწყვიტა და ააშენა ეს ვებერთელა მონასტერი რომელსაც გაჩვენებთ ახლა დღესაც არსებობს ეს მონასტერი და ჯერ გვიჩნდა მითხრობა საქმეთა ამის წმინდისაითა და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ მისი ცხოვრება აგვეწერა თუ ვითარ იყო დაწყება იმისი გინავითარ შესვლა იმისი მონაზვნებასა და განგება იმისი მაშინა და ვითარ ვანი ესე დაიწყო დიდი ვანი ანუ სავანე დაარსა ეს დიდი სავანე რო აშენა რაითა იყოს იგი სარგებელ რომელნი იკითხვიდან მას და ვევედრები ქრისტესა მე ეხლა ეს თეოდორო თავის თავზე ამბობს რომ ვევედრები ქრისტესა რაითა შემწე გვექნეს ამაზე და მეუხებითა წმინდის ღვთისმშობელისათა და ლოცვით ამის წმინდისაითა და ყოველთა წმინდათა მისთათა აი უფალს ვევედრები და ყოველთა წმინდა ღვთისმშობელს რომ მომეც ეს ძალა იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან დიდი საქმეა ხა ნახავთ დიდი შრომა უნდა გაწიოს თეოდორემ და აი ამაზე ევედრება დახმარება და თვითონ თეოდოსისაც და მეც მინავთხოვ ეს გამზადებული ტექსტი რომ მოგაწოდოთ არ არის ადვილი ნახავთ ხა თქვენ დიდი საუბარი გველდება მოკლედ წინ ოღონდ მე სულ ვიძახი რომ აი ეს შემომოკლე აქ რაღაცა რამდენჯერაც არ წავიკითხე ვფიქრობდი რომ აი რა შევამოკლო ვერ შევამოკლე ისეთი საინტერესოა ისეთი კარგია ყველაფერი აი ამ სულიერ ბაღში რომელიც სული წმინდის მადლით ირწყვება გადავინაცვლოთ ახლა და დავიწყოთ კაპადოკიაით კერძო კაპადოკიის მხარეში
დაბაი არს, რომელსაც ქვიან მოღარიასოს ესე ქვია, დაბას, სადაც იშვა წმინდა ესე თეოდოსი ძირისაგან პატიოსანი, ნაყოფი ტკბილი. ესე იგი კეთილი ხის ნაყოფია თეოდოსი, იმიტომ რომ ოჯახი იყო ესეთი, ამას ერქვა ბარურიასიოს და დედას ეულოგია. და იყვნენ ისინი კეთილად მორწმუნე და შვენიერ საქმისა და განსწავლეს იგი სწავლითა სულიერითა ბავშვობიდან აღზარდეს და ვითარ მოიწია იგი და განამწესნა შთავარდა გულს ამისას, აი ცოტა რო წამოიზარდა უკვე შთავარდა სიყვარული ღვთისა გულში და ინება განშორება საქმეთა ამის ოფლისაითა, რაითა განიწმინდოს გონება ითვისი და იყოს სამკვიდრებელ ღვთისა და მოინდომა რომ განეშოროს ამ ცხოვრებას, რომ აი ერთი მასში მკვიდრობდეს. და ილოცა და ხადოდა ღმერთსა მომცემლსა ნიჩტასა და თქვა უფალო მიძეღვი მე გზათა შენთა რათა ვიდოდი მე ჭეშმარიტებითა შენითა რამე თუ შენ გესავ და აღვიღები ეს ჯვარი შენი მხართა ჩემთა ზედა და მუნთქვესვე გამოვიდა იგი ქალაქითვისით თვინიერ უდებებისა და წარემართა იერუსალემად. აი უკვე რო ცოტათი წამოიზარდა და მიიღო ეს გადაწყვეტილება სრულიად ახალგაზრდა რომ მიეტოვებინა თავისი სახლი და ღვთის გზას შედგომოდა და უფალი ყოფილიყო მისი წინამძღვარი და წამოვიდა და წავიდა იერუსალიმში, რათა მოილოცნეს წმინდანი ადგილი და იყოფოდეს უდაბნოთა მისთა, რამეთუ ესმინა წინ სიტყვა იგი ღვთისა აბრაამის მიმართ ვითარმეთ. ესე იგი, რა გააკეთა, ეს წამოვიდა იერუსალიმში. იმიტომ რომ გაგონილი აქვს, რომ იქ უკვე დიდი მამები არიან და ნახეთ იერუსალიმი მოილოცოს სიწმინდეები იქ რაც არის წმინდა ადგილები და გარშემო უდაბნოებია და მონასტრებია და იქ უნდა წასვლა ჯერ აქ მწავა მერე იქ და რომ ესე იცხოვროს იმიტომ რომ ესმა ანუ ეს სახარებიდან არის სახარებიდან კი არა ძველი აღთქმის ტექსტია რომ აბრაამს უთხრა ღმერთმა გამოვედ ქვეყანით შენი დატოვე შენი სამშობლო სადაც დაიბადე და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქვეყანად რომელიმე გიჩვენო შენ აი როგორც აბრაამი ისე მოიქცა მიატოვა თავისი სახლი მამის სახლი და წავიდა ღვთის იმ ქვეყანაში იმ ადგილას სადაც ღმერთმა უჩვენა და ყველა ესმა სახარებასა შინა სიტყვა უფლისა ამინ გეტყვი თქვენ რომელმან დაუტოვოს ქვეყანა ითვისიანა და სახლი ანუ ცოლი გინდა შვილი გინდა მამა დედანი გინდა ძმანი სახელისა ჩემისათვის აქავე 100 წელი მიიღოს და მუნ ცხოვრებაი საუკუნეებით დაიმკვიდროს და ყველად რომელსა უნდეს მსახურებაი ჩემი მე შემომიდეგინ და სადაც ავიყო მუნცა მსახური ჩემი იყოს აი ეს არის სახარების სიტყვები აი ვინც დატოვებს ასწილად მიიღებს აქვე ყველაფერს და ჩამოთვლილია ნუ რითიც ცხოვრობს ადამიანი და ესე ყოველი განიზრახა წმინდამან თეოდოსი და მაშინ გამოვიდა იერუსალიმ და სულსამეუფლისა მარკიანე მეფისას და მეფე იყო მარკიანე რომის იმპერატორი და დატოვა ეს იერუსალიმი და წამოვიდა და ეხა რა როცა კურთხევა უნდა მიიღოს აუცილებლად როცა კურთხევა ესე თვითონ თავის ჭკუით ხარ გააკეთებს და ვისწამდეს იცით შიმეონ მესვეტე ორია და ორივეს დედას მართა ქვია და ამიტომ აუთ რომ ერთი არა ეს პირველი ვინც არის დიდი და მეორე არის მცირე თუმცა სულაც არ არის მცირე ეს მეორე შიმეონი და აი ამასთან მივიდა რომელიც ანტიოქიაშია და თაის საკვირველი ესე ქვია გვისაუბრია ჩვენ ამ ორივე შიმეონი და მეორესთან მოკლედ მივიდა რომელიც 100 წლის მერე იყო ნუ მის დროს ვინც იყო რა და მივიდა რათამცა ლოცვა იმისი მოიღო და მით განძლიერდა გზასა თვისა და ვითარ მიიწია მისა ანუ შიმეონს რომ მიადგა იხილა იგი წმინდამან შიმეონი მსვეტიდან გადმოხედა და მუნთქვესვე იწინასწარმეტყველა მიზედ როგორც კი დაინახა მაშინ უთქო რომელი გიმხსენოთ იყო თქვა მას ზეგარდამო პირველ მისა სიტყვისა მიგებებამდე საერთოდ სანახმასა მოიღებდა ეს თეოდოსი რომ დაინახა იქიდან უთხრა კეთილად მოხვედ კაცო ღვთისაო თეოდოსი ანუ პირდაპირ გამოცხადება ქონდა ამ შიმეონს ვინ მოვიდა მასთან და თაყვანისცა მას თეოდოსმა თაყვანისცა ლოცვა ითხოვა მისგან დამლოცე ხოლო მან ყო ლოცვა დაუბრძანა რათა ახთეს მისთან ამოდის სვეტზე ჩემთან
დავით არ აღვიდოდა მის ამბორს უყო მას ამბორის ყოფითა სულიერითა და რქვა მას ჰოი თეოდოსიოს. წარემართე მშვიდობით გზასა შენსა, ვითარეგე განიზრახე და რამე თუ უფალმან წარმარტო გზაის შენი და ფრიად იხარებს მისე და რამე თუ მრავალნი საცხოვარნი სამცხეისა მისანი განარინე მგელთაგან დაწებოდა შენ. მრავალი ადამიანი, მრავალი უფლის სხვარი უნდა გამოსტაცო მგელს. ესე იქნება რა. და უფალს უხარია და მწყსიდემად ვითარცა წმინდა პეტრე. როგორც პეტრეს ჩააბარა ხო სასუფეველის გასაღები და ხალხი თავისი დამწყენ ცხოვარნი ჩემნი ხო უთხრა პეტრეს. უფალმა დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. აი ესე გეუბნებაო შენ უფალიო და აღაშენო ვანი დიდი ამან უწენას დიდ ვანი ანუ სავანეს დიდ სავანეს აღაშენებ შენ. და შესწინა მას შინაღვთისა სულნი მრავალნი ვითარცა იქნა ვითარცა მოიღო წმინდა თეოდოსი ლოცვაი წმინდისას ვიმონისაგან წარვიდა გზასათვისა და შევიდა იერუსალიმ დღეთა იუბენალ პატრიარქისა და მოილოცნა წმინდანი ადგილი და მიერთგან ეზოდა ადგილსა სადა იყო ფოთის დაბრუნდა იგი იერუსალიმში მოილოცა იერუსალიმი და ეხა ეძებს ადგილს სად უნდა დასახდეს ჯერ თვითონ და შემდეგ სად უნდა ეს აშენოს ეს მონასტერი. და პოვა მახლობელად გოდოლსა დავითისა კაცი შეყენებული. დავითის გოდოლი. ესე იგი აქ არის ლაპარაკი, აქ არის შორი ახლოს იქ არის ადგილი, სადაც დავითის გოდოლი ქვია, ანუ დავითმა შეაფარა თავი და მერე მოგვიანებით ახლა კიდევ მივადგებით იმას, რომ ესე იგი ის საბოლოოდ ჯერ მივიდა ამ დავითის გოდოლთან, ახლა მოვარდამდელოთ მჯობია ესე. სადა იყო კაცი შეყენებული წმინდა ის სრული ყოვლითა საქმითა მონაზვნებისაითა. მარტოდ მყოფი იყო ბერი, რომლის სახელი არ ვიცით, რომელიც იყო სრულყოფილი, მოკლედ აი ფლობდა ამ εμას. ნუ ესოდნა თან გამოცდილება, ხო? და მოკლედ ეს ბერი ცხოვრობდა და მივიდა მასთან და დაემოწაფა. და მოკლედ მან გაწვრთნა ეს ასწავლა ეს ვიძარება, ეს მოღვაწეობა ყველაფერი. და მერმე აზრახა მას, რაიცა წარვიდეს და იყოფოდეს მონასტერსა, რომელსაც ქვიან კათისმა. გზასა ზედა ბეთლემისას. ამან ასწავლა ყველაფერი დაიტოვა ცოტახანი, მერე მონასტერში გააგზავნა, რომელსაც კათისმა ქვია. ბეთლემის გზაზე მე ხა გეოგრაფიულად ამ ყველაფერს ვერ გიზუსტებთ. ნუ ამას კიდე ცალკე დიდი კვლევა ჭირდებოდა და ვერ მოახერხე ეს. და იყოფოდა მუნდა განითქვა ამბავი მისი. ანუ თეოდოსის და განცხადნე სათნოებანი მისნიდან მერმე ინება რაითა განდეს მარტო ბრძოლად პირსა მტერისასა მარტო ანუ პირისპირ ეშმაკთან უკვე რო აი ჩამოყალიბდა უკვე რაღაც გაიარა პრაქტიკა ესე რომ ვთქვა და გადაწყვიტა უკვე რომ პირისპირ შეიძლება ეშმაკთან რო გავიდეს და შეებრძოლოს რა აი ძალცარი ამბებია. და გამოვიდა მონასტრისა მისგან კათისმისა სამისა საქმისათვის, სამი მიზეზი იყო, რატო მიატოვა ეს მონასტერი, კათისმის მონასტერი და რატო წავიდა და რატო დასახლდა ცალკე. პირველი მიზეზი. რამე თუ მონასტრისა ყოფთა უნდა რაითამცა უხუცესად განაჩინა იგი. მონასტრის წევრებს უნდათ რომ ის წინამძღვრად აერჩიათ. და ამის გამო წამოვიდა მონასტრიდან. მისი გეგმა ეს არ იყო. მას მარტოდ ყოფობა უნდა პირველ რიგში ის მერე თავისით მოხდა მონახავთ. მეორედ სიყვარულითა დაყუდებისაითა და მარტოებისაითა და ძიებად თავსამონაზნობისასა. თვითონ უნდა რომ დაყუდებული ბერი ყოფილიყო და აი მონაზნობა რაც არის, ეს განეხორციელებინა მარტოს. ეს იყო მეორე მიზეზი და მესამედ ღვთისა მიერ განგებითა რაითა აღაშენოს მონასტერის ხელითა მისცა, რომელსაც შინა მრავალნი ცხონებულნი არიან და ურიცხვი ცხონებად არიან მაშინა და მოუძღვა მას ღმერთი თავს ამისთისასა. და მესამე მიზეზი კი იყო ღვთის განგება იყო, რომ ეს მარტო უნდა დასახლებულიყო, რომ ამას თავისი ხელით უნდა აეშენებინა ეს დიდი მონასტერი, რომელიც განსხვავებული მონასტერი იქნებოდა ყველა სხვა არსებული მონასტრებისაგან, იმით რომ ეს იქნებოდა საერთო საცხოვრებლის ტიპის მონასტერი. და ღმერთმა მოკლედ წამოიყვანა მოუძღვა ღმერთი თავს ამისთვისასა, სადაც ეხლა არის და იყოფოდა ქვაბსაშინა გამქვაბული მონახა, რომელიც თურმე
ყოფილა რომელსაც დღეს ესე იგი ამ გამყოფის დასახსაც დღეს მისი წმინდა სხეული ინახება სადაც იგი არ დაკრძალული ეს ამბობს ეს თეოდორე წერს და იტყვიან ვითარმეთ ამბობენ რომ მოგვნი რომელ მოვიდეს აღმოსავლეთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობასა მისა წმინისა ქალწულისა მარიამისაგან რაჟამს ეჯვენა მათ ძანებით რა აღარა მიექცია ეროდესა გამოვიდეს ბეთლემი და ღამ ერთი ქვაფს ამაშინა დაყვესო ესე იგი ესე ამბობენ რომ ეს მოგვები რომლებიც უფალთან ჩამოვიდნენ თავის დროზე და რომელთაც მე ეუწყათ გამოცხადებით რომ აღარ დაბრუნდნენ იერუსალიმში იროდისთან რომ წამოვიდნენ სხვა გზით ის მოგვები ერთი ღამე ამ გამოქვაბულში დარჩენილან მოკლედ აი ეს ადგილზე აი ესეთ ადგილზე დარჩა აი ხა მე თქვი გაჩვენებთ დღეს როგორ გამოიყურება ეს მე არა ვარ აქ ნამყოფი და კარგი იქნებოდა რა თქმა უნდა ამის ეს არის წმინდა თეოდოსი დიდის მონასტერი ოღონდ ეს არის დღეს დედათა მონასტერი დავით არ მივიდა მამაი ჩვენი წმინდაი თეოდოსი ადგილს ამას დაადგა ღვთისმსახურებით ყოველთა დღეთა წარემორტებოდა კეთილსა საქმესა და მიახლებოდა ღმერთსა ნუ ღვთისთვის სათნო ცხოვრებით ცხოვრობდა და იყო საჭმელად სიჭაბუკესა მისა ეხა მისი ცხოვრება აღწერილი სიჭაბუკესა მისა ცერცვი დამბალი წყალში ალბობდა ცერს და იმას ჭამდა გინა დანაკის კუდი ეს არის ხურმა ანუ კერატი ეს არის ღორის რქა ჩვენ ამაზე გვისაუბრია ეს ის არის უძღების შვილს რო ენატრებოდა საჭმელად ღორების საჭმელია თუმცა ადამიანისთვისაც აი არსებობს დღეს ეს და რა შორის მეც რამდენჯერმე ჩამოვიტანე თურქეთიდან განსაკუთრებით და ესეთი არა უხეში საჭმელია ძალიან ოღონდ მოტკბოა რაღაცნაირად და აი ჭამდა ვერ გრძნობს ზომას რა ესეთია არა და ნუ არანაყრებს რა მოკლედ რაღაც ისეთი უხეში საჭმელია ხურმა და ესეც რო არ ქონდა მოაკლდის საზდელი ადგილსა მის უცნაურობითა ნუ ხანდახან არ გამოიღებდა ეს ნაყოფს იქაური ესე იგი მიწა დანაკის კუდისა გურკასა ესე წერია გურკა ანუ კურკა რა კურკა დანაკის კუდის ანუ ხურმის კურკებს აგროვებდა და იმას ალბობდა და იმას ჭამდა ხურმი როცა თვითონ ხურმა არ იყო ხურმის კურკებს ჭამდა და 30 წელსა პური არ აჭამა 30 წელი იცხოვრა ეს და პური არ უჭამია საერთოდ და კვირიაკით ჭამის და ესე ვითარით მარხვით და დასცემის ხორცსა თვისსა სიჭაბუკესა მისა კვირაში ერთხელ ჭამდა და ამით ებრძოდა თავისი სხეულის ვნებებს თუ რაღაც სიჭაბუკის ცოდვები ხო არსებობს და აი ამ თავის განხურვებას სხეულის განხურვებას ასნელად ებრძოდა შიმშილით და განიშორებდა მისგან ბრძოლას ამ მტერისას აი მტრის ბრძოლას ესე ირიდებდა თავიდან და იყო იგი დადგრომილ ლოცვას ეშინა ღამე და დღე ტირილითა და გლოვითა დღე და ღამე ლოცულობდა და განითქვა საქმე იმისი და განცხადნეს სათნოებანი მისნი ვითარცა წერილი ტყვის ვითარმედ ვერ შესაძლებელ არის დაფარვოთ ქალაქი რომელიც ასაზედად აშენებულ იყოს მთის ვერზე აშენებულ ქალაქს ვერ დამალო გამოჩნდება ღამე რომ იქ ქალაქი აი ესე სახარებისეული სიტყვები და აი ესე ვერ დაიმალა იმიტომ რომ თვითონაც ხო ესე გააკეთა მონახა ბერი რომელმაც ასწავლა ანუ ხალხი იყო ვისაც ეს უნდოდა და ვინც ეძებდა ესეთ ადამიანებს ვინც ასწავლიდა აი ხა ამან ისწავლა ესე ცხოვრება როგორ უნდა სასწავლებელი აუცილებლად უნდა ისწავლო მარტო ვერ იზამდა მოკლედ რომ გასწავლიან და გააკეთებ მერე ცხოვრობ ესე და მერე უკვე დიდი მოთხოვნილება ესეთ ადამიანებზე რომ მიდის ხალხი რომ ასწავლე მეც მინდა რომ ესე ვიცხოვრო და რათა მისთანა იყოფოდიან და მოდიოდნენ მრავალნი და იწვართებოდიან მისგან რომ გვასწავლე და დიდითა იძულებით ნება იმისა მათ ამას ზედა ნუ არ უნდოდა რა მარტო ცხოვრება ერჩივნა მაგრამ ნუ მოკლედ დიდი იძულებით თავის თავზე მისცა ნება და ასეთნაირად შეკრიბეს მისთანა 6-7 ძმანი და მცირედ მოლბა გულის სიტყვა იმისი რამე თუ მარადის ეხსენა სიკვდილი და განსვლაი ხორცთაგან და ღვთისამერძლაი და ინება საფლავისა აღშენებაი რაითა ძმანი იგიხედვიდნენ მას და ყოველთა დღეთა სიკვდილისა და მოიხსენებენ და სარგებელ ეყოფოდეს მოკლედ 6-7 ადამიანი ცხოვრობს მასთან და
და ეს ცოტათი მოულბა მისი გულის სიტყვა, ანუ ეს ხალხი რომ ხალხთან ერთად რომ მოუწია ცხოვრება, მაგრამ ეხლა რა გააკეთა? ეს მარტო რო იყო, ხო სულ მოცულობდა და ტიროდა და მოკლედ იწყება ეხლა რა ეს თეოდოსის ცნობილი ამბები, ესეც ახლა რაც მოგვიყვება ძალიან ცნობილი ისტორია. მოკლედ აქ ძალიან კარგად არის და დეტალურად აღწე. მოკლედ სულ სიკვდილზე ელაპარაკება. სულ სიკვდილზე ელაპარაკება, რომ გახსოვდეთ ესა და იმისათვის რომ ეს ესე იგი თვალნათელი იყოს, მოინდომა საფლავის აღშენება. მოკლედ საფლავი გამსადა რა, ამოათხრევინა მიწა ამბერებს და მოკლედ საფლავი მზად არის. უკაცრავად. დავით არ განიშნო რა იგი ცნად მინდა მან წინასწარ ცნობით ამის და რა იგი ყოფათ იყო. მოკლედ ეს საფლავი რო ააშენეს, იცოდა ახლა რა მოხდებოდა, იმიტომ რომ უკვე ესეთი წინასწარმეტყველების ერთი და სასწაულთქმედების უნარი. ნახეთ ახლა რა შეგვიძლია. და მოიყვანა ეს თავის მოწოფები დააყენა ამ საფლავთან და ეუნება. აჰა ესე რა, საფლავი აგვიგია, აი მზად არის. რომელი თქვენგანი შევიდეს უწინარეს, აბა ვის გინდათ ესე იგი ამ საფლავში. ვის გინდათ? ძალიან ცნობილი ამბავია ეს. და იყო მათ შორის კაცი, რომელსაც ერქვა სახელი ბასილი, მღვდელი ღირსი და პატიოსანი. დავით არ ესმეს წმინდისა მისგან აღდგა თაყვანისამას და რქვა მამასა სულიერსამ, აკურთხე მამაო და მე ვიყო, რომელი უწინარეს ყოველთა შევიდე ამ საფლავში, რომ მე პირველი მიგარდავიცვალო. ხოლო მან აკურთხა იგი. მისალოც აკურთხება. და ბრძანა რათა ყონ მის ზედა, ნახეთ, ლოცვაი ვითარცა ყვიან მკვდარსა ზედა მესამესა დღესა და მეშვიდესა დღესა და მეორმოცესა დღესა. ესე იგი, ბანაშვიდები გადაუხადეს ამას. მესამე დღის, მეცხრე დღის და შემდეგ ესე იგი მეშვიდე დღის უბრალოდ და მეორმოცე დღის. და ნახეთ, ვითარ 40 დღე აღესრულა, დაიძინა მშვიდობი და შეისვენა თვენიერ ხურვებისა, გინა თავისა შელმობისა, გინა სხვისასალმობისა, ყოველგვარი თავის ტკივილის გარეშე, ყოველგვარი ავადმყოფობის გარეშე, არაფერი რა, უბრალოდ განისვენა. მე-40 დღეს ამის შემდეგ. გარდაიცვალა მოკლედ რა. და ამას საკვირველსა სხვაიცა საკვირველი შეუდგა. აი ამ უცნაო ესე საკვირველი ამბავი იყო რა. ეს აღსალამათი კაცი როგორ გარდაიცვალა. მაგრამ ამას დაემატა კიდე სხვა საკვირველი ამბავი. 40 ღამესა ეჩვენებოდა ჟამსა ცისკრის ლოცვისასა მდგომარე მათანა სადგურსა თვისა. ეხლა როგორ არის? საღამო ღამისთების ლოცვა სრულდება მონასტრებში რა. ну ძირითადად ეხლა ვინც იქ ცხოვრობენ, ყველას აქვს თავისი ადგილი. სადაც დგას. ну ეხლა მაგალითად ბერძნულ მონასტრებში ჩამოждდებიან ხოლმე ჩვენთანაც. იღლება ხალხი. ну უძულურებაში ვართ ესე ვთქვათ, მაგრამ მაინც ყველას თავისი და ადრე არ ჩამოждდებოდნენ, მაგრამ იდგნენ. მთელი ღამე ესე დგომა ლოცვაში ატარებდნენ. ამასაც ქონდა თავისი ადგილი. და 40 ღამე გარდაცვალების შემდეგ ყოველ დღე ბერებს ეჩვენებოდა თავის ადგილზე, როგორ ესწრებოდა ამ ლოცვას. და ნახეთ რა მოხდა დღესა მე-40-სა ღამესა ვიგი იდგათ მათთანა, უნდა ერთსაც მათაგანსა რაითანცა მიახლა მას და ამბობს იყო, რომ გადახვეოდა რა, გარდაცვლილია კაცი და 40 დღე ერთ-ეგივე ადგილზე ლოცვას ესწრება და რომ მივიდა ესა, ის გაუჩინარდა და უჩინო იქნა. და ესმა ყოველთა ხმა იმისი ხმამაღლა უკვე გაიგეს მისი ხმა და იტყოდა რა, მშვიდობა თქვენთანაც, მამანო ჩემო. რამე თუ ამიერიდან არღარა მიხილოთ ადგილს ამას, მე მეტია კაღარ დამინახავთ და აიმშვიდობა მოკლედ ასწრე. რამე თუ მისა შემდგომად წარემატნეს მანი და იქნეს 12 აღაშენა წმინდავან მამაონ ჩვენო თვისგან ადგილი მასშინა დაეყუდნის, უკვე დაემატა კიდე ხალხი და 12 ადამიანი გახდა, რომელიც უკვე იქ პატარა ადგილზე ვერ ეწევდა და აშენა შემდეგი შენობა, სადაც ეს 12 კაცი ცხოვრობდა. ხოლო მათ ჯამთა შინა მოკლედ იწყება ახლა ეს საინტერესო ამბები რა. ну ეს ხო თქვით ერთი.
მოიწია დღესასწაული წმინდის აღსებისა, აღდგომა ახლოვდება რა. და იქნებ მან იგი დიდ საიწროებასა შინა ხორცსა საკმარისაგა, რამე თუ იყო მათანა პური, არა იყო მათანა პური, არცა ზეთი, არცა სხვა რაიმე, რომელი კაცთან უგეშინ იციან. ესე იგი, ისეთი კაცები, ძალიან კაცად მარხულობენ, ახლა თვითონაც ხო ესე კვირაში ერთხელ ეს რაღაცა ნამცეცებს ჭამს და პური არ უჭამიან და რაღაც, ხო? მოკლედ ესე იგი დიდი მარხვაა და ეხლა განსაკუთრებით კიდე და ესენი მარხულობენ, როგორც აღდგომის დღესასწაული მოდის და არაფერი არ აქვს, საერთოდ არც პური, არც ზეთი, რითიც შეიძლება ნუგეში იცეს ადამიანმა რა. და მოიწია დიდი შაბათი და არა ედვა არცახა შესაწირავი, რომელიც საკურთხეველსაც და შეიწერვის. ისიც კი ესეფის კვერც კი არა აქვთ რა. ხო და ესენი გაოგნებულები არიან, რა უნდა ვქნათ ეხლა, ხვალ არის აღდგომა, არაფერი, აი ფსების კვერც კი არა გვაქვს, რომ შევწიროთ რა. და ხედავს მოძღვარსათვისა, რამე თუ არ არა ის ვრუნდამის და ხედავ ეს საერთოდ არ ვრუნავს ამაზე რა, თელს. არც აგლოვდა, არც წუხდა მოკლედ ამაზე. და იურვდეს და წუხდეს ამისთვის. ესენი კიდე ირანჯებიან და მოვიდა მის ერთი ძმათაგანი მრავალგზის და მიახსენა მას მისთვის და ევედრებოდა. რათა წაავლინოს ერთი ძმათაგანი იერუსალიმს გაგვიგზავნეო რა, რომელიც წავთ იერუსალიმში რაღაცას უშოვითო რა. ეითა მოართვას ჰე ღამე წმინდისა სახმარი, ხო აი აღდგომის ღამეს რაღაცა, შაბათია უკვე საღამო ხანია და არაფერი არ არის რა. გაგვიში რაღაცა ჩავალთ ამ იერუსალიმში რაღაცა ჩამოვიდა. ხოლო იგი აი აქ ეხლა ძალიან საინტერესო სიტყვა შემოდის ხმარებაში და ეს სიტყვა დავიმახსოვროთ. გულპყრობილი, რამდენჯერმე კიდევ ვიტყვით ამ სიტყვას. ხოლო იგი გულპყრობილი იყო ღვთისა. გულპყრობილი. ანუ როგორ ახსნა არ ვიცი კარგად, ერთიანი, აი ღმერთთან ქონდა სრული შინაგანი ერთობის გრძნობა თუ განცდა. აი გული ქონდა იმდენად მიძღვნილი ღმერთისთვის, იმდენად მიპყრობილი თუ შეპყრობილი იყო ღმერთით მისი გული, რომ სრული ერთობა ქონდა ღმერთთან. აი ეს ნიშნავს ეს სიტყვა გულპყრობილებაა. გულპყრობილება. ხო და მოკლედ ამ გულპყრობილებაა და იცოდა ამის გამო რა იგი ყოფათ იყო, რა უნდა მოუხდარიყო და თქვამათ. ეს რამე შეუნება რომ იერუსალიმში კი წახოთ, წადით ხა ეკლესია გახსენით, განამზადეთ ეკლესიայի და საკურთხეველი და ნურა ზრუნავთ, რამე თუ რომელმან განაძღო, ნუ ზრუნავთ. იმიტომ რომ რომელმან განაძღო უდაბნოსაზე და 1000-ეული ძეთა ისრაელისათა და კვალად 5000 წამსა ერთსა მანვე მოსეს ჩვენდაცა შესაწირავი და სახმარი და ხორცა და სახმარი. ესე იგი ის ვინც ერთ წამში 5000 კაცი და უამრავი 5000 კაცი და ბევრი, იმიტომ რომ ეს მამაკაცი მარტო ან შენი ქალები და ბავშვები რამდენი იქნებოდა, ბევრი რამდენიმე 1000 ადამიანი დაანაყრა. აი ის ჩვენს მოგცემს სასწელს, იმიტომ რომ გულპყრობილებაა ღვთისავე, იმიტომ რომ იცის ენდობა ბოლომდე ღმერთს და მოკლედ. და მზისაოდენ დასვლისა, რუღამდება, ზე ჩავიდა და მოვიდა მისა კაცი, რომელსაც ყვეს ორნი ჯორნი, სავსენი სახმარითა, რომელიც შეგვანდა მონაზონთა საჭმელად და სიწმინდისაცა სახმარი. ბერებისთვის საჭმელიც იყო და ეს შესაძლოა სეფისკვერები ყოფილი მოვიდა და დაუკვირდა ძმათა მათ გულპყრობილება, იგი მოძღვრის ამათისა ღვთისა მიმართ. აი ეს როგორი სრული კავშირი ქონდა ღმერთთან, როგორ ზუსტად იცოდა ყველაფერი. აი ეს გაუკვირდა ძალიან. იცით რა, ერთი არის რომ სასწაული მოხდა და მეორე არის რომ ეს აბსოლუტურად დარწმუნებულია რომ ეს სასწაული მოხდება რა. და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან არა უგულობას ყვის მონანე მისნი ვითარ, ვიდრე მარტვილიადნე ჭამდეს ელუგიისგან მისგან, ესე იგი მთელი 40 დღის სახმარი, საკმარისი საჭმელი მოუტანა მოკლედ ამათ. ეხლა გადავდივართ შემდეგ ამბავზე. და სხვასა ჟამსა მოვინმე ვიდეს კაცნი ღვთისმოყვარენი და გაუყვეს ყოველთა მონაზონთა იერუსალიმისა და ევლოგიათ, რაითა მონაზონმა მიიღოს 3 დრაქანი. ვიღაც ღვთისმოშიში თუ ღვთისმოყვარე ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებმაც დაიარეს იერუსალიმის მონასტრები და ყველას დაურიგეს რაღაცა და თითო ბერს 3 დრაქანი, დიდი ფულია. 3 დრაქანი შეახვედრეს
თითო ბერს. ეს მონასტერი გამორჩათ რა რაღაცნაირად. და არა მოვიდეს ადგილსამის მიდის ესე, არცაც წამორასწეს მისა, უკვე თუ არა იცოდეს ადგილი ისი გინდა ღმერთთან ეგრეთ განაგო, რათა განაცხადეს არწმუნებაი, მონისა მისისა და მის დამერად გულპყრობილებაი. ესე იგი, არ იცოდნენ ეს მონასტერი რო არსებობდა და უარეს გვერდი. ან ღმერთმა დაუშავა, ეს თეოდორე ამბობს. ღმერთმა დაუშვა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამოსცადეს და განცხადეს გულყრობილებაი, ანუ ეს შინაგანი ერთობა ღმერთთან, თეოდოსის. რომ ეს კიდევ ერთხელ გამოსხადეს და მოკლედ ჩაიარეს იმათ. და მოწაფეთა მისთა მრავალგზის თქვენს ვითარმეთ მოულინა კაცთა მათ დაუწყა ადგილისა მისათვის, რომელნი მისთან არიან, რაითა მოსცენ ვითარც ეგის სხვათა მონაზონთა მისას. გავაგზავნოთო ვინო გასო. ჩაიარეს ამათმა, იციანო ხა მონასტრების ამბები და აღარ მოდიანო აქო და გავაგზავნოთ უთხრათ რომ ჩვენც ვართ თუ აქ რომ ჩვენ ხვებსავით მოკლედ მოგცენო რა. რამე თუ არა იაქვთა რაითა მჭამეს კი გარნა კერატი და ზოგჯერ გურკაი მისი შეგბოლან ამათ მოკლედ ესე იგი ეს კერატის გურკა არ იჭმება კერატი ანუ ზღვის ორის რქა კერატი სიტყვა ნიშნავს კარატი წონის ერთეულია კარატი იმიტომ რომ ამ კერატის ანუ ამ ორის რქის ობიოსავით არის რომ შეხედა და პატარა კურკები და ყველა ნაყოფის, ყველა კურკა რაღაც უცნაურობა. აქვს ერთი წონა. ზუსტად. და ამ პატარა კურკის წონას იყენებენ საიუველერო საქმეში და ერთი კარატი, აი ამ კურკის წონაა ზუსტად. ამიტომ ქვია კერატი. ერთი კარატი არის ამისი ყველა კურკა ფორმა სხვადასხვა აქვს, მაგრამ იწონის ერთ კარატს. აი ესეც ხდის რაღაცა განსაკუთრებული ის არის. მოკლედ საინტერესო სცენარია ძალიან. ხო. მოკლედ. და ამასე ვერ შეჭამ ძალიან მაგარია, კვილი შეიძლება გაიტეხო ამის ჭამაში და იმას კი იმ ხურმის კურკას ალბობდნენ, რაც არის იცით ხურმის კურკა და ეხა ის დამბალი რა უნდა იყოს, ალბათ წყალში დიდხანს დებენ და იმეშვება. გაფუვდება ალბათ და მე არც მისინჯავს, რომ რაღაცა აი კურკა ხო ესეა ხო რომ ფუვდება და მე ამოდის აი რაღაც ეთყობა იმ დამბალ კურკებს ჭამდნენ მოკლედ ეს დღეში არიან რა მაშინ ასწავებდა მათ ბერი ანუ თეოდოსი და ეუნებოდა ვის რწმენეს ღმერთი და უგულებელყო იგი ვინ არის ესეთი ადამიანი ვისაც ღმერთის ჯერა და ღმერთმა იგი უგულებელყო ეგეთი ხო არ ხდება ხო ან ვინ დაუთმო მას ვინ დაემორჩილა ღმერთს და არანუგეშინისა უწყოდა რამე თუ განგება იხთისა და იცოდა ამან რომ ღვთის განგება ეს თვითონ ჯეროდა ამისი რა თუ მერცმინდობი რომ ერთი არ მიგატებს და თან იცოდა რამე თუ განგება იხთისა და ზრუნვაი ჩვენ დამომართ უძლიერეს არს კაცთა ზრუნვისა ესე იგი ადამიანი კი ზრუნავს ხო და შეიძლება შეძაც ვიღაცა მიზრუნოს მაგრამ ღმერთი უფრო მეტად ზრუნავს მოკლედ და რამდენიცა შეურაცხყოფ საქმე ამის ოფლისა ის სახელი საფთისაც აი მიწიერ ჩვენ ზრუნვას რამდენადაც უარყოფთ მან უკუ მოგვაგებს ერთი მოგვაგებს მრავალწილად და შემდგომად ცირეთა დღეთა გამოვიდა სხვა კაცი რომელსაც თან აქვს ეულოგიაი და უნდა მისვლა იმ მონასტრად რომლადმდე და ის ხომ მოხდა მაშინ ვიღაც კაცმა ორი ჯორით რო საჭმელი მოუტანა ეხა სხვა ამბავია ნახეთ რა ხდება ესე იგი ესე მიენდო ეს ბოლომდე და გამოჩნდა ვიღაცა კაცი რომელსაც უნდა რომ მონასტერს შეწიროს რომელიმე მონასტერს რა და ვითარ მიახლა ადგილს ამასა და იგეუბნებოდა დადგეს ახლა რომ მივახლოვდა ერთ-ერთ ნუ გადაწყვიტა რომელიც ერთი მონასტერი აირჩია და რომ მივახლოვდა გაჩერდა ეს სახედარი რომელსაც ზედა იჯდა სწონდა მას და ცემა ნუ რა ვიცი განამრავლა ცემაი ურტყა და არ მიდის რა ეს სახედარი ანუ მირია რა თუ ჯორი დადგა და არა შეიძლება ადგილი თვისით მაშინ შეეჭვდა კაცი ნუ უკვე ღვთის მიერ არ საქმე ესე და მიუშვალ აგამსო სადავეთა და დაუტევა სახედარი კი რაითა ვიზრდლეცა უნდეს და ვიდოდეს და წარემართა იგი ვიდრინდის მოიყვანა იგი ადგილსა რომელსაც წმინდა თეოდოსი იყო და მოწაფენი მისნი ესე იგი როგორ ხდება ხო რაღაც გაძვარეტისეა
და ამან იცის რომ აქეთ უნდა წავიდეს რა ამ რაღაც მონასტერში და არ მიდის, ნუ ცემა რაღაც არაფერს არ მიდის. მე დავფიქრდა რომ რაღაცაში ხო არ არის საქმე და მიუშვა ეს სახედარი. ეს მოტრიალდა და სხვა მხარეს წამოვიდა. ეს ზის ამ სახედარზე და ეს მოაქეს ბარგი და მოკლედ სახედარი მივიდა და მივიდა ამ თეოდოსის მონასტერთან, რომელიც ნაკლებად ცნობილი იყო, როგორც ჩანს, ხო? და დაუკვირდა მოწაფეთა კეთილად და იხილა, ხო და რომ მოვიდა, იხილა კაცმა, მან იწეროდა ცხოვრება იგი მათი. იმიტომ რომ სხვადასხვა მონასტრები მაინც სხვადასხვანაირად ცხოვრობენ, ახლა ზოგან მეტია, ათონის თვალსაჩინია, ზოგი მდიდარი მონასტერია, ზოგი არა და რაღაცა და რომ ნახა როგორ ცხოვრობენ ესენი. მისცა მათ ელოგია ორ ნაწილად, რომელი იგი პირველისა მის გამყოფელისა გონებდეს მიღებად. ესე იგი, რაც უნდა რომ სხვა მონასტრებისთვის შეეწირა, მოკლედ ყველაფერი ამათ შესწირა და დაუკვირდა მოწაფეთა კეთილად მოსაობა იგი მოძღვრისა მათისა და ღვთისა მიმართ და ისწრაფთოს ბაძვად მისცა. და აი რომ გაერკვა ამ სიტუაციაში, რომ ესენი როგორ დღეში არიან და როგორ ენდობიან თავიანთ მოძღვარს და ღმერთზე როგორ მინდობილები არიან, ძალიან გაუკვირდა ეს. ეთქობა მაშინაც გასაკვირი იყო ეს რა. და თვითონაც ესე იგი გადაწყვიტა რომ მათთვის მიებაძა. და შემდეგ ამბავში გადავდივართ ახლა, ვით არ განვლავდეს ზმანი და ვერ იტევდა მათი ქვაბი, ეს გამქვაბულში აღარ ეტეოდენ და სხვანიც ამრავალი მოვიდეს და ევედრებოდეს, რათა მათთან აიყოფოდნენ, იყვნენ მათ შორის კაცი მდიდარნი თან, ვინც მოდიოდა და ისა რომ გვაქვს საშუალება და ევედრეს რათა ეცეა ვანი აგვიშენოს, რომ სავანი აგვიშენე. გვაქვს საშუალება და აგვიშენე მონასტერი. და ყოველი რა იუხდა საშუალება მათ მისცენ. ჩვენ ყველა ხარჯებს ჩვენ გავიღებ და შევარდა წმინდა იგი ორთა გულის სიტყვათა შორის. აი ეს ჩავარდა მოკლედ აი გულის სიტყვაც, აი ვერ გადაწყვიტა რა მოკლედ. ერთი არაუნებ შენებაი რათა არაშფოთსა შევარდეს და დაყუდებისა სიყვარულისათვის და ერთი აზრი ისეთი აქვს რომ არ უნდა რომ ააშენოს, იმიტომ რომ მაშინ გამოდის რომ ეს დაყუდება აღარ გამოვა რა. და ერთჯერ შენებასა, ხა ერთი რომ ერთხელაც რო ააშენოს ეს დიდი ის მისდრეკს მისდრიკის ცხოვრებისათვის რომ უნდა მისდა მოვიდოდეს. და ესე გამოდის რომ შეიცვლება ეს ცხოვრების წესი, ანუ რაღაც ახალი ხდება, საერთო საცხოვრებელი უნდა აშენდეს რა. და ამისა შემდგომად განიზრახა ვითარმე შემძლება როლს ძალით ღვთისაითა, რომელი მოვიდოდეს მისა ძიებაცული საცხოვრების შეწყნება და ღმერთსა მიაგდოს საქმე იგი. და ევედრებოდა რათა გამოუცხადოს თუ ნება იმისი არის მონასტრის შენობასა და უშენოს ადგილი, რომელსაც შეგვანდეს შენობაი. და ღმერთს უთხრა რომ აი თუ ესეა, ესენი ხო იმ გამქვაბულში არიან, სადაც მოგვები დარჩენ. და თუ ესეა, მაშინ გვაჩვენე შენ თვითონად თუ აი მე მაგაზეც თანახმა ვარ თუ ღვთის ნება, რომ ესე დიდი მონასტერი აშენდეს და ჩვენ გვაჩვენე ადგილი. და აღიხრა საცეცხლური, ეს შეუღმელი ცხოვრებაშიც გვაქვს. აიღო საცეცხლური, აღავსო იგი ნახშირითა და ნახშირსასა და საკმეველი დადო. და გამოვიდა თავისი გამოქვაბულიდან, ქვაბით და ილოცა და თქვა: უფალო ღმერთო ჩემო, რომელმან შეისმინე ლოცვაი ყოველთა წმინდათა შენთან, შენ ისმინე ჩემიცა ცოდვილისაი და სადაც ნებაი შენი იყოს, შენებად მონასტრისა. მუნ აღენთენ ნახშირი ესე, რომელ არის საცეცხლურთ ამათ და მით ცნა ნებაი შენი და ვადიდო სახელი შენი. ნუ ეს უკვე ძალიან უკვე გულპყრობილებაი და უკვე რამხელა კადნიერებაი. როგორც შენ წმინდანებს ეცხადებოდი, მეც გამომეცხადე. ანთე ეს. აი პირდაპირ სასწაულს ითხოვს, იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრი სასწაული მოხდა და მას უკვე იმის უფლებაც აღარ აქვს, რომ არ კონდეს ღმერთის გამოცხადების იმედი და აი დაიჭერეს ხე და დავიდა მოკლედ იარა. და განვიდა და მოვლა ყოველი ადგილი უდაბნოსა, რომელიც საგონებელი იყო საშენებლად. აი სად შეიძლება რომ მონასტერი ააშენოს, აი შეიძლება მოიარა ეს ადგილები. და ვიდრემდის მიიწია კვიტლად და კიდესა ზღვამკვდრისასა. ესე იგი მკვდარ ზღვამდეც კი მივიდა რა, ბევრი იარა მოკლედ ძალიან. და საცეცხლური იგი ხელთამისდა. და სულ ეს საცეცხლური უჭირავს და ვით არა იხილა იგი შეიქცა ქვაბად და დაბრუნდა თავის გამოქვაბულში. და ვით არ მიახლა მას აღუტევა სული საცეცხლურთან მათთაგან აღუტევა რა ქართულია კაცო აღუტევა სული
აი ეს საცეცხლური რო უცებ იმას კვამს ამოუშვებს აღუტევა სული საცეცხლურმან მან ხელთან მისთა და ვით არა იხილა შეიქცა ქვაბადობდე ვით არა იხილა ნუ ხოდა იმ არა ესე იგი რო ვერ შემთხვევით უფრო წინ წავიკითხე მოკლედ რო ვერ ნახავ ერთად სხვა ადგილი დაბრუნდა თავის გამოქვაბულში და იქ მოხდა და ვითარ დახედნა ნახშირი იგი ნაკვერს ხალხნულიყო და ცნაწმინდამა რამე თუ ნება იხდისა იარს რათა მას ადგილს აღაშენოს და შეყო ხელი მის შენობასა შეწევნითა ქრისტესა და იქნა ადგილი ვითარ იგი დღეს ჩანს მოკლედ აღაშენეს ეს მონასტერი ისევ იმ გამოქვაბულთან დღეს როგორც არის რაც გაჩვენეთ უცრავად და იქნა მაშინა მონაზონთა ნუგეშინის მცემელი და უცხოთა და გლახაკთა იქნა შესაძლებელი ყოველთა რომელნი მისა მიუტვენ და ესე იგი მარტო ბერებისთვის კი არა აი ყველა უცხო გლახაკი გაიგეს რომ ამხელა რაღაცა მოკლედ იციან რომ ამგვარ თავშესაფარი გამოვიდა რა და მინდა იგი შეიწყნარებდა სიხარულით ყოველნი რომელნი მოვიდოდეს მისა და განუსვენებდა და რაი წელიწად დღესა ბზობისასა შეკრებების მონასტერსა შინეკრებული დიდი ქვეყანისაი კაცთაი და ბზობის დღესასწაული მოვიდა ახლა შემდეგი და ნუ ამრავი ხალხი არ ეკვე ამ მონასტერში უამრავი და უცხოთაი და მას ჟამსა სიყმილისასა მოუხდა ერთი და შიმშილი ჩამოვარდა და მოუხდა ერი მრავალი სიყმილსა მისგან რამე თუ ეს მოკეთილად შეწყნარება იწმინდესა მის უცხოსად ესე იგი შიმშილობა ჩამოვარდა ბზობის დღესასწაულია და შიმშილობაა და გაუგიათ რა რომ ეს თეოდოსი რომ ის ყველას ღებულობს და ყველას აპურებს იქა და უამრავი ხალხი მოვიდა და შეეშინა მსახურთან უკვე პური ვერ იყო სიმროლის ამის ერისასა და ეს ბერები ვისაც აბარია ეს ანუ ამდენ ხალხს ახლა რა დააპურებს კაც არა და ხო თქვა თეოდოსი 5000 კაცი განაცხობოდა ჩვენც არ მიგვატოვებს მოკლედ ეს და რაი კაც მისამდე თითო ლიტრასა პურსა და ვით არ იხილა წმინდამან მან შეკრება იგი ერისა კარტაზე და იკითხა მიზეზი და მუნ დგომისა მათზე რა არის ხალხი რატო დგასაკა ხო და უთხრეს მას მაშინ ბრძანა განხმოთ ყალისაი და ტაბლებსა დადგმა ერისათვის ჩვეულებრივ ღვთისა მიმართ წარწმუნებით გააღეთო ეს მონასტერი და მაგიდები დადგითო გარეთო და ყვეს ეგრეთ სახურთამად და ჭამეს ყოველთა რომელნი მუსული იყვნენ ჯვანად და განაძღეს და წარვიდეს და ადიდებდეს ღმერთსა და საპურეი ადგილი ან პური შესანახი სადაც ეგრეთვე იყო სავსეი და არა მოაკოთა ესე იგი სამდენი ხალხი ურიგებდნენ ცოტა პურს და ესე იგი ნუ ეს რიგი იდგა დიდი რა ძალიან ამ ცოტა პურზეც და რა ხდება რო იკითხა და ეს ხალხი ესეო და კაცო გაშალეთო და გამოიტანეთ ეს მაგიდვე და აყარეთ ეს პური დაუდებით რომ იმც უნდა იმდენი აიღო და ეს რო გააკეთეს აი ამ პური შესანახი ადგილი საერთოდ ესე იგი არ იცლებოდა რა არ აკლდებოდა და დაუკვირდა მსახურთამად და ადიდებდეს ღმერთსა და ყველა ჩვეულება აქ წმინდის ამას ყოფა დღესასწაული წმინდის ღვთისმშობელისა მარიამისა წელიწადში შინა ერთგის წელიწადში ერთხელ ღვთისმშობლის დღესასწაულს აღნიშნავდნენ და ჟამსა რომელსაც შეკრება კრებული მრავალ დღესამოს და რამე თუ არაედვა მათ პური იქაც ესე იყო არ ქონდათ პური ღვთისმშობლის დღეს არც აღამცა რომელ ტაბლასაზე და დააგეს განა რაი ტაბლაი თითო პური და ჭამა ესე იგი და აღარ ქონდათ ეს ამ ღვთისმშობლის დღესასწაული დადგა ერთ-ერთი და პური არ არის და მაგიდებზე თითო პური დადეს არ იყო მეტი და ამ პურს რო ჭამდნენ მთელი ერი განძღა რაღაცნაირად ეხავდნენ ჭამდნენ და ის არილეოდა რა პირდაპირ უკვე იქ ყველას დასანახი ის ხო
მოკლედ ეს მათსა შემდგომად ჭამეს ნეშტის ამოცეგა და ყველა დაუშვა მათ ნეშტი და განახმეს იგი და მრავალ ჟამჭამდეს მისგანსა. ანუ მე ამ თვითონ ბერებმა ჭამეს, რაც დარჩა იქ. ამ ხალხსაც გადაურჩა ამათმა შეჭამეს, ამათაც დარჩათ, ვერ შეჭამეს ბოლომდე და გაახმეს პური და ამ გამხმარ პურსაც დიდხანს ჭამდნენ ძალიან. და ყველა ჩვეულება აქვს ეგვიპტელთა მოსვლად მონასტრსა დღესასწაულზე ჯვარობისასა. ჯვართამალების დღესასწაულზე ეგვიპტელები მოდიან ხოლმე რა. მოსვლად მონასტრსა დღესასწაულ ჯვარ და მოგოდეს ვიდა ერი მრავალი, ვიდრემდის ეგონაცა მოვანეთა ვითარმეთ არცაღა წყალი რომ ედგა ყოფათარს და ერთხელ ძალიან ბევრი მოადგენ მოკლედ ამ ჯვართამაღლების დღესასწაულზე და წყალიც აღარ არის სამყოფი რა უდაბნოა ხო ესენი უდაბნოში და პური და წვენდა ვითარ განძღეს და დაუშთა და ბრძანაც მინდავნა რათა მისცენ რაიკაც შემდგომ განძღებისა თითო პური და მალაკი ელოგიათ და გაატანეთო კიდე გაატანეთო თეოდოსი უთხრა პურის და წყალიცო გაატანეთო და ნუ აქ მაინც არ მოაკლა ეს თემა ესე იგი გვაქვს ესეთი. შემდეგ ამას ესე ვითარცა იქმოდა ღმერთის საკვირველისა ხელთა მონისა მისა თეოდოსისა ვითარცა იქმოდა ხელთა მოსესთა. აი მოსეს ხელით როგორც აკეთებდა მოსეს ხო ამდენი ხალხი ყავდა უდაბნოში წამყვანი და აპურებდა და არ წყულებდა იმ ხალხს ხო? აი როგორც მოსე ისე იყო აი უდაბნოში თეოდოსი და ყვალად ზრუნა ის ნეულთათვის აღაშენა სახლები მრავალი და კიდე ესე იგი კიდევ აღაშენა ბევრი სახლი სნეულთა მონაზონთათვის და ერისკაცათვის სნეულთა და სახლი უცხოთა და გლახაკთა სნეულთათვის ეს ცალ-ცალკე აღაშენა ფაქტურად ეს ლაზარეთი გამართა დიდი რა და მზა ეყოფოდა მათ ყოველი სახმარი მათი წამალთა და საზდელისაი და ყველა სხვა სახლი აღაშენა მოხუცებულთათვის მამათა რომელნი მოუძულებოდნენ ანუ ბერები რომლებიც უკვე დაბერდნენ და აღარ შეუძლიათ იმათ ცალკე აუშენა საცხოვრებელი რომელსაც შინა იყო ყოველი განსასვენებელი ხორცსაი და სხვა ადგილი აღაშენა მონაზონთათვის რომელი ამ პარტავნებისა მათისათვის მიუშვა მათზე და გინა სხვა განგებისათვის ამი რომელიც ჩვენ არა ვიცით და კიდევ ცალკე სახლი ააშენა იმ ბერებისათვის რომლებიც ნახეთ რას ამბობს ამ პარტავნებისა მათისათვის ღმერთმა რაღაცა ეშმაკეულები არა რაღაცა უცნაურობები ბერებს ან არ ვიცით რატო ჩვენ არა ვიცით ამ პარტავნებისათვის ან არ ვიცით რა მიზეზით მაგრამ არიან მათ შორის ბერები რომლებიც რაღაცა ანუ და ამ ბერებისთვის ცალკე აღაშენა არანორმალურებისთვის რა რომელი იტანჯებოდეს იგი ეშმაკისაგან და უგნური იყვნენ ანუ ფსიქიკურად დაზიანებულები არიან რა და ამათვის კიდე ცალკე ააშენა მათსა განსვენებასა ფრიად მოწრაფე იყო აი ამაზე კიდე განსაკუთრებულად ზრუნდა და ოდეს იხილეს იგი დაწყნარებულად და გონიერად ასა ნუგეშინსემ და ეტყვი და რომ ესე იგი აი ამ ბერებზე რომ ზრუნდა და ფსიქიკურ აშლილობით ის მათზე ძალიან კარგად მოქმედებდა და ცოტა რომ დაწყნარდებოდნენ ნახეთ რა შევნებოდა იმისი ქადაგებაა მთელი მუთმინე იქნენი ჩემნო და ნუ მოიწყინებთ ამის რომისაგან რამეთ რომ უყარუპასა სწავლის ღმერთს სწავლის ნიშნავს ჯის ღმერთის ჯის იმას ვინც უყვარდა თქვენ დაგსაჯათ იმიტომ რომ უყვარხართ მოწყინდა სწავლით ამისა განგვეყენა უდებებისაგან და განგვეშორობა როცა აი ამ საჯელით ეშმაკ ესე იგი აი ამ ბოროტისგან განგვაშორა რა და წოდებისგან რამე თუ შეგავს ყოველმა რომელმა შეურაცხო ღმერთი ურჩებითათვის და მის დამიმართ რაითა შეურაცხითნეს სწავლით ამით და უმჯობეს სწავლით ანუ საჯელით უმჯობეს არის მისა რათა აქავე განისწავლოს ჯობია რომ ასეთი ადამიანი ვინც ღმერთს შესწოდავს რა აქვე დაისაჯოს და არა საუკუნეს ამას სატაჯოლსა მიეცეს რამე თუ აქად კივილი მცირე ჯამარს და მუნ პატიში დაუსრულებელას იქიც მუდმივია ეს საჯელი აქ ჯობია რომ დაისაჯოთ ამიტომ გიგზავნეთ ღმერთი და ყოველი რომელი განმდეს საწუთოის ამისგან თვინიერ ჭირისა და ურვისა და არა განიწმინდეს ცოდვანის ის ვინც ისე გარდაიცვლება რომ არ განიწმინდება აქ იგივით არის იგი განუდგების ღმერთსა და წარეკვეთის სასვეებაი ცხოვრებისა მისაი არა არს ესე საკვირო თუ ეშმოკმან შეუძლოს დაბადებულ საფრთხისასა რამე თუ არა ძლიერ არს ხელმწიფება იმისი
ზედა გარნა ღმერთმა ახელმწიფა იგი უკეთ უყურებსა ვერ შეუძლოთ ვინმე ბრძანებისა ვითარ კაცა შეუძლოს რომელი გიარს ხატი ღვთისაი და ნუ მოკლედ აღარ მოგიყვებით აქ ბევრი ძალიან საინტერესო თემაა და გვიღირს რათა მადლობდეთ ღმერთსა სწავლასამისზე და ამ სასჯელსამისაზე და შევწიროთ მისა ნაყოფი მოთმინებისაი და ვიყვნეთ ვითარცა ოქროი გამოცდილი და მოვიპოვოთ სასოებაი რომოს არას ცხენეს და იყავ ჩვენ და წინდათ ჭირი და ურვაი განსვენებისათვის და უძლურების ამას ესე ვითარსა ეტყვინ მათ და ნუგეშინის სულთა მათ ადიდებდნენ იგინი ღმერთს ამაზე და მალობდეთ და აღაშენა მონასტრსა შინა 4 ეკლესიაი და აღეკე უკვე ვეღარ ეტევიან ერთ ეკლესიაში და აღეგებოდა მათ შინა ჟამი მრავალი ენითა სხვადასხვა ენებზე იყო მსახურება ამ ეკლესიებში და შეკრიბეს ათანაიმის საბაგანწმენდის ლავრესის იყო ქართული წირვა იყო სომხური წირვა იყო მაშინ სომხები ჯერ არ იყვნენ განდგომილები და შეკრიბეს ვანსამაშინა ცხოვრებისა მისა 400 მონაზონი და წინა წარეძღვნა ქრისტეს მიმართ პირველ გარდაცვალებისა მის 683 ესე იგი ეს პერიოდი რასაც ყვებით 400 და გარდაცვალების წინ 683 ბერი ყავდა მონასტერში და კვალად განვიდეს სხვანი მრავალი მონასტრის ამისაგან უდაბნოდ და სხვაცა რადმე და ესენი განდეგილებიც გადიოდნენ ამ მონასტრიდან და იქმნეს მოწაფეთა მისაგანი დღეიდანვე მათ ეპისკოპოს და მამასახლის უფროის 80 შესულისა ესე იგი 80-მდე ადამიანი გახდა ეპისკოპოსი და მონასტრის სხვადასხვა მონასტრების წინამძღვარი უკეთ თუმცა გვენება მოთხრობა ცხოვრება თითოეული მოწაფეთა მისაგანაც მრავალცა წიგნები გვიხმოდა აღწეროთ ესე იგი თითო ეს ისეთი ხალხია რომელთაც შესახება ცალკე მოთხრობა ძალიან საინტერესო იქნებოდა მაგრამ წიგნები არ გვეყოფოდა რა სახარებაში არის ხო ეს ადგილი და რო ეს უკეთ თუმცა ესე იგი დაიწეროს კიდევაც თუმცა დაიწეროს არ გავგონებით არამან ვითარცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები აი ესე ამბობს ივანე და მრავალნი კაცნი შერაცხილთაგანი და დიდნი რომელნი ხელმწიფებაში შინა არიეთ მოვიდოდეს მისა და მრავალნი ბრძენი მონაზონი იქნებოდეს და აღიღებდეს მორჩილებასა და სიმდაბლესა და ვინცა შეუძლო მითხრობოთ ყოვლისა რავდესაც მინდა იგი იქმოდა ფერათა სათნოებათა და გარდარეულსა ლოცვასა და წიგნთა კითხვასა დღე და ღამე აი ვინ აღწერს ამ ყველაფერს აი ვის შეუძლია ამის ლაპარაკი და ყოველთა კვირიაკეთა ღამეთა ათენებენ ძმათა მათ ყოველთა ეკლესიათა წურთგან ვიდრე ყოველ კვირიაკეს კვირის წირვის წინ ღამეს თევა იყო ნუ ათენებდნენ ღამეს და ყოველთა ეკლესიათა წურთგან განთენებამდე და ყოველ ღამე შემდეგ ესე ხდებოდა ნუ ეს ღამე ლოცვები ტარდებოდა ღამე და არ ძინათ რა. მუისვენებდნენ, მაგრამ განთიადავდა. შემდგომად ლოცვისა განშორებისა დაждის და შეკრიბის მან იყვნენ ასწავლენ და იტყვიან სიტყვასა მოციქულთასა და მოძღვართასა და უფრო სიტყვათა წმინდისა ბასილისათა და ეს ლოცვა დამთავრდებოდა ხოლმე მერე დასხდებოდნენ და წმინდანების სახარებას და წმინდანებს განსაკუთრებით ბასილი დიდის საკითხავებს კითხულობდნენ. და ეხლა გადავდივართ შემდეგ თემაზე. ესე იგი ერთი ნაწილი დავამთავრეთ. ეს არის ფაქტიურად როგორ ააშენა და დააფუძნა თეოდოსი დიდმა ეს თავისი დიდი მონასტერი და რა შედეგები ჰქონდა, რამდენი სასულიერო ფაქტიურად კიდევ არ მithქვამს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი თავიდან იყო ის, რომ საბაწმინდისათვის, საბაგანწმენდილისათვის მომზადებინა მონაზვნები ამას. ესწავლებინა იქ როგორი კარი იქით შემთხვევა, რომ იქ საბას ლავრაში მიდის და ახალგაზრდა აჯერდა ამასთან გამოაგზავნიან და ეს ამზადებს და რაღაც. ეს ერთი. მერე უკვე გახდა დამოუკიდებელი მონასტერი, ფაქტიურად უკვე თვითონ გახდა ესეთი გამორჩეული სრულებით და მიუხედავად ამისა, მაინც რამდენი მთავარი და რამდენი, ესეთი
იღუმენი გამოვიდა მონასტრიდან. და ესე იგი ეს რიცხვი ბოლო რომელიც თქვით, ესე იგი გარდაცვალების წინ უკვე 693 მონაზონი ყავდა საბა განწმენდელს. ეხლა გადავდივართ შემდეგ თემაზე ჩვენ. შემდეგი თემა არის მისი უშუალო მოღვაწეობა და პირველ რიგში ეს მოღვაწეობა იწყება მართლმადიდებლობის დაცვიდან. იმიტომ რომ ეს ის პერიოდია, როდესაც 451 წელს იყო ქალკედონის კრება, კი დაგმეს ესე იგი ეს მონოფიზიტური ერესი, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ძალიან გავრცელებულია და შედეგები ამის ვრცელდება და ეხლა არის ესე იგი იმპერატორი ანასტასი, რომის იმპერატორი არის ანასტასი მწვალებელი. და აი ამ ანასტასის მოკლედ არ ეპოებიან ეს ბერები და ერთ-ერთი მთავარი აი ამ მოძრაობაში არის სწორედ თეოდოსი დიდი და შეკრიბეს ესე იგი მისი თაოსნობით ყველანი მამოსახლისნი, ანუ იღუმენი, ყველა მონასტრის იღუმენი შეიკრიბა და მიწერეს წიგნი მეფისა, ანუ იმპერატორს გაუგზავნეს წერილი, რაითამცა დააცადა შფოთი ეკლესიათაგან და არწმუნებდეს ვითარმედ არა მიეჭირდებიან შეწყნარებასა სევერიუსისა და არც სხვისა ვისწვალებელთაგანისა, ვიდრემდის ყოველთა სისხლი დაიწყეს. ჩვენ სისხლს დავურითო, ანუ მზად არიან რომ თავი გაწირონ და ესე იგი აი სისხლი დაღვარონ, საკუთარი სისხლი რა თქმა უნდა, სისხლი დაღვარონ და მწვალებლობა არ მიიღონ. და იმან მოწერა წერილი იმპერატორმა, რომ ექსორია ყონ ადგილისათვისისაგან. და გამოაგზავნა წერილი, რომ ესენი განიდევნენ, რომ განდევნონ ეს იღუმენები და ეს იღუმენები და ის ბერები, ვინც ამათ უჭერენ, ხარს რომ გააძევონ მონასტრებიდან. ასეთი წერილი გამოაგზავნა, ნახეთ რა წერია, ვიდრე წიგნისა მოწევნადმდე სანამ ეს წერილი ჩამოვიდოდა, მოავლინა ღმერთმა რისხვა იმისი მეფესაზედა და მოკლა იგი და დასცხრა შფოთი ეკლესიათაგან და მათ დღეთა შინა წმინდაი თეოდოსი და სიმრავლეი მამასახლის დაიწყდეს საკურთხეველსა, წმინდისა კონსტანტინესა ეკლესიასა, რომელსაც იერუსალიმს წიგნისა მისთვის რომელ პირველ ვახსენეთ, არამედ ვითარმედ მეფესა მიწერეს და აი ამ პასუხის მოლოდინში იმპერატორისაგან პასუხი ხომ ყოფილიყო, ხო და აი ამ პასუხის მოლოდინში არიან იერუსალიმში კონსტანტინეს ეკლესია, ანუ დედოფალმა ელენემ რაც ააშენა მაცხოვრის საფლავზე, აი ამ ალბომის ეკლესიაში არიან შეკრებილები ეს იღუმენი და ელოდებიან პასუხს, მოვიდა პასუხი, რომ ის გარდაიცვალა და მოკლედ ეს. ეხლა იწყება კიდევ ეს თემა მისი სასწაულების პირადის, რომელიც არის აი სრულებით რა გითხრათ რა. ხო შეიძლება რაღაცით გავდეს ეს ერთმანეთს, მაგრამ არა რა, ეხლა რასაც ახლა წაგიკითხავთ, მე ესეთი არაფერი გამიგია საერთოდ. თუმცა რა არ გამიგია სახარებაში ხო წერია, მაგრამ აქ რაღაცა მაინც თავისუფლება, ესე იგი თავშებურება შემოვიდა. დედაკაც ეხლა წაგიკითხავთ პირდაპირ როგორ წერია, თორე ამის მოყოლა ცოტა რთული იქნებოდა. შემოვიდა დედაკაც ერთი კარისა მისგან, რომელიც შემოვალს გოლგოთით კონსტანტინე წმინდად. ესე იგი აი გოლგოთიდან რო შემოდის, ანუ დღეს საიდანაც შევდივართ ჩვენ ამ ტაძარში, დღეს საიდანაც შევდივართ გოლგოთის მხრიდან, აქედან შემოვიდა დედაკაცი ერთი და მიხედნა მონაზონსა ვისმე, რომელიც დგა მახლობლად კრებულს ამას მამათასა. ესენი სხედან შიგნით ტაძარში და ვიღაც ერთ-ერთ მონაზონო ბერთან მივიდა და ეკითხება. ამ ბერის სახელი არის ისიდორე. ამ მამა ისიდორეს ეკითხება. კითხა მან დედაკაცმა ტირილით უკეთო წმინდაი თეოდოსი მამათა მოთანაზის საკურთხეველსა და რათა უჩვენოს მას რომელ არის, აი რომელია წმინდა თეოდოსი. და მან კითხა მას, რადი კითხავა მას?
ხოლო დედაკაცხან მან უთხრა ვითარმეთ ძუძუსა ჩემსა მჯდომი მაზის რომელსაც ქვიან კირჩხიბი კერძზე მაზის რომელსაც ქვია კირჩხიბი ანუ კიბო მჯდომი ასეც ეწოდება კიბოს მჯდომი მაზის ანუ კერძზე აქ კიბო მჯდომი მაზის რომელსაც ქვია კირჩხიბი მრავლით ჯამიდგან და მიკურნებია ყოვლი წამთ და არარაც არგებოდი იყო და მესმამის წმინდისა და ვესავ თუ ლოცვითა მისცა მომცეს მე ღმერთმა მკურნებայի და ყვალად უჩვენა მას ყოლიცა იგი და შეეწყალა იგი მონაზონს ამას და შორით ხელით უჩვენა წმინდა იგი და აჩვენა კიდევაც კერძზე როგორ აზის ეს კიბო კერძის კიბო როგორ აქ ნუ ავიცი რა ფორმის ექნებოდა ხა მაგას ვერ გეტყვით და ნელადაით მივიდა დედაკაცი იგი სარწმუნოებით ზურგით კერძო წმინდის ამის მოკლედ თხილად მივიდა და მიუახლოვდა თეოდოსის ხოლო კუნკული მისი იყო უკუგდებული ზურგსამისა ეს კუნკული ეს კუნკუ ბარტყული ეს არის რაც თავზე აფარია ბარტყული და კუნკული გადმოკიდებულია ეს დღესაც ესეთ შესამოსს ხარობ და ეს კუნკული აქ უკან გადმოკიდებული და აღმოიღო ძუძუი თვისი და შეიხო მის კიდე კუნკულისა იმის ესე იგი მიეპარა უკან ამ შუა ტაძარში ეს მკერდი ამოიღო და ეს კუნკული გამოწია და დაიდო მკერდზე ვითარცა უყო დედაკაცმან მან რომელსაც თანა იყო მდინარე სისხლისა ზუსტად ისე როგორც სისხლ მდინარე დედაკაცის სახარებაში ფესვსა ანუ კიდეს სამოსლის კიდეს შეეხო ქრისტეს უფლისა ჩვენისასა და მუნტკოსკა მეოტიქნა ნება იგი და მეუტიქნა გაიქცა ანუ განეშორა ნება იგი ვითარცა იუტინ ბნელი წინაშე პირსა ნათლისასა ესე იგი აი სინათლეს როგორც კი შეიტან სიბნელე უკან დაიხევს რა აი ასეთნაირად და განიკურნა დედაკაცი იგი და არა დაეფარა წმინდა სამოს ძალი ანუ ამ თეოდოსის იგრძნო ეს ძალი რო გავიდა მისგან და მოიქცა და რქვა დედაკაცმა მას გულდებული იყავ ასულო სარწმუნოება მან შენ გაცხოვნა შენ ვითარცა თქვა ქრისტემან ძემა ღვთისა ცხოველისამან და წარვიდა ეს სიტყვები ქრისტეს სიტყვები უთხრა სარწმუნოება მან შენ გაცხოვნა ანუ გაგაცოცხლა სიცოცხლე მოგანიჭა და წავიდა დედაკაცი იგი სიხარული და შეუდგა მას მონაზონი იგი ისიდოროს რამ თუ ესმოდა მას ესე ყოველი ეს ისიდორო ეხა დაუყურებს რა მოხდება რა რაითამცა ცნა რომელ იქნა რომ ეს ამბავი მოყვეს მერე და უხილა მას ძუძუ იგი მაჩვენეო ეს უთხრა და ამანაჩვენა ეს განკურნებული ძუძუ და პოვა იგი მრთელი რომელსაც თანა ყოველდღე არა იყო არცაღა კვალი მჯდომისაი ანუ კიბოს კვალი აღარ ქონდა და დაუკვირდა და ადიდებდა ღმერთსა მე სხვაჩურს არასოდეს მიფიქრია ეს კიბო როგორი არა თუ ქვია კიბო ამ ავტყოფობას აი კიბო რო დაგაждდება კიბო და გაზის და ნუ აი რაღაცნაირად ვერაფერს ვერ უშვები იმიტომ რომ თუ ეს კიბო აზის რაღაცას ნუ ჩაფრენილია რაღაცა ხო და როგორ ჩანს ეს არის მჯდომი კიბო დაგაждდება აი ეს აი მაგალითად რო წარმოიდგინოთ ცნობილი არის თემა ტყიპარო დაждდება ადამიანს ფეხებს რო ჩაუყობს იმის მოშორება ესე არ შეიძლება იმას რაღაცა თავისებური ამოღება უნდა რო ფეხი არ ჩაგიტოვოს თორე ნუ ფეხი თუ ჩაგიტოვა იგივეა რა ხო და თხილად უნდა ამოიღო და ეს მოკლედ ეს ნასახი აღარ ქონდა ამ კიბოსში შემდეგ ვითარ განიყარნეს მამან იგი რომ დაიშალენ ესენი თითოეული წავიდა თვისა მონასტრად ხოლო მამამან ჩვენმან თეოდოსი ინება ნუ ესენი თავის მონასტრებში წავიდნენ ეს ბერები თეოდოსი კი არ არის ხა ახლოს არის მაგრამ ნუ მაინც ხა მანძილია რა და თეოდოსი მინება რაითაცა ერთ გზა ყო და მოილოცა წმინდაი ბეთლემ წავიდა ბეთლემში მოსალოცა და ვითარცა ილოცვიდა წმინდანი ამას ადგილსა წარვიდა მონაზონისა ვისმე რომელსაც ზედა იყო მადლი ღვთისაი რომელსაც სახელი ამბა მაკარი მოკლედ აი ბეთლემში რო წავიდა ბეთლემის მოსალოცად ამბა მაკარი შეხვდა იქა
ამბა მაკარი და რომელიც იყოფოდა მახლობელად ბეთლემსა და შეიწყნარა იგი ბერმან მან სიხარული და დასხდეს და იტყოდეს სიტყვათა სულიერებისათა და კითხვიდეს წიგნთა საფრთხეთა და მიიპატიჟა მამა მაკარიმ მიიპატიჟა თავის მონასტერში და თეოდოსიმაც მიიღო ეს მოპატიჟება თურმე რა აქვს ჩაფიქრებული ხა ნახავთ დავითარ მოიწია ჟამი პირის ხსნისაი პირის ხსნის ანუ საზდელის მიღების უბრძანა ამბა მაკარი მოწაფესა თვისა რათა შეუგბოს მათ ოსპი შეუგბოს ან ოსპი მოუმზოდეს ხოლო მან ყო ეგრე და დააგო იგი თვინიერ პურისა ეს ოსპი კი დაუდო მაგიდაზე მაგრამ პური არა აქვს რა პური არა აქვს მონასტერში და ცნა წმინდა მან თეოდოსი ვითარმეთ პური არა უც ამისთვის არაი დააგო ტაბლასაზე და ეს არ ვერაფერი ვერ გაშალა რა საჭმელი ოსპის გარდა რომ არა აქვს და თქვა მოწაფესა თვისა მაკარი მისა თეოდოსი გამოიღე პური რომელსაც შენთანა მახალაკსა ანუ აბგა მახალაკი არის აბგა ანუ ჩანთა რა ჩანთაში და დააგეტა პლასაზე და დასხდეს და ჭამეს ვით არ გიჭამდეს თქვა ამბა მაკარი შემინდეთ მამანო რამე თუ იფქლი არა გვიც ანუ ხორბალი არა გვაქვს რა იფქლი არა გვიც და ამისთვის არა დავაგეთ პური ტაბლასაზე და მიყო წმინდა თეოდოსი ხელი თვისი მუნთქვე წვერთა ამბა მაკარის და ესე წვერისკენ გაუშვირა ხელი წვერზე უნდა მოკიდოს რა ხელი ეს რო ეუნება თეოდოსიმ გაუშვირა ხელი და გამოიღო მარცვალი იფქრისაი წვერიდან გამოიღო ერთცალი ხორბალი და უჩვენა მას ხიარულთა პირთელ თქვა აჰა მარცვალი იფქრისაი ვით არის ვით რო არა გვაქო აი რატომ ამბობ რომ აჰა აი თუ არა გაქვს და გამოიღო წვერიდან ერთცალი ხორბლის მარცვალი და მოიღო ამბა მაკარი მარცვალი იგი ხელთაგან წმინდისა თეოდოსისა სიხარულით ორთავე ხელთათვის ამან ესე ორი ხელით გამოართვა ეს მიჭირავს ახლა ვერ გაჩვენებთ ესე და ორი ხელით ესე სასოებით გამოართვა და აი როგორც დიდი ევოლოგია რა იმისგან მოცემული ხე კი მიხვდა რომ წვერში არ ექნებოდა მარცვალი გაჩხერი მაგრამ ესე ვითარცა დიდი რამე ევოლოგია და წარვიდა სარწმუნოები და შთააგვიგი საიფქლეს ადგილსა და დაკრძალა კარი მისი და წარვიდა წმინდა თეოდოსი თვისა ვანად ესე იგი შეიტანა იმ ოთახში სადაც ინახავენ ხორბალს და რა ქვია უკან მახსოვს ელევატორი თუ რა არა ნუ ხორბლის შესნახეთ დადო იქა ეს მარცვალი დიდი სასოების და დაკეტა ეს კარი და წამოვიდა მესამესა დღესა მივიდა ამბა მაკარი საიფქლეს ამოს ადგილსა და პოვა იგი სავსე იფქრითა მესამესა დღესა ეს ამბა მაკარი მივიდა და რო გახსნა რო შეიხედა შიგნით ხედავს რომ გატენილია ხორბლით რა და მიულინა ერთი ძმათაგანი წმინდასა თეოდოსის თეოდოსი ნუ დარჩა მონასტერში ამათან რამდენიმე დღით და ევედრა რაითამცა მივიდა მისა და თხოვა რომ იქნებ მოხვიდეო და სწრაფ წარმოემართა ხა იმან კი იცის რაც ხდება წარმოემართა მისა მორჩილებისათვის და შეიწყნარა იგი ამბა მაკარი სიხარული და წარიყვანა და ვიდრომდის მიადგნა იგი კარსამა საეფქლისასა და უთხრა აკურთხე მამაო რაითა განვაღოთ კარი ადგილისა ამის და ჭამოთ ნაყოფისაგან რომელ არადათესულ არს და არცა ქვეყანასა გამოუღებია არ დათესილა ეს ხორბალი და არც მიწას არ გამოუღია რომელიც ლოცვითა შენითა იკურთხა და განმრავდა ერთისა მისგან მარცვლისა რომელიც შენ მომეც აკურთხე ეხლაო და გავაღოთ კარი და ესოდა ეხა თეოდოსი ეუნება თქვა მან წმინდა მან თეოდოსი არა არამედ შენ აკურთხე რამე თუ სიმდაბლესა შეეპყრა თავისთვის ძალიან თავმდაბალი იყო ეს თეოდოსი და არა შენ აკურთხო და დაეყენა ამბა მაკარი კურთხევისაგან არა გაჯიუტა ეს არა მე როგორ ვაკურთხებ რასამხ და არა თავსით არამედ მას აიძულა თეოდოსის ვიდრემდის აკურთხა და რაჟამს თქვა წმინდა მან თეოდოსი აკურთხა და რო თქვა რომ კურთხეულ არ სუფალი და დასწერა ჯვარი ქრისტესითა და იფქლე იგი ვითარცა წყლისა ღვარი დიდი მოკლედ ეს რომ გამოაღეს ეს კარი აკურთხა და რომ აი ხო გამოაღეს კარი ჯერ როგორ ჩანს ეს იფქლით არის სავსე ის ოთახი და აკურთხეო უთხრა და რომ გადასახა ჯვარი უცებ ეს იხულა ამ თავთავმა ვითარცა წყლისა ღვარი დიდი რომელსაც ოდეს
წინა დაუყვიან და დააყენიან სიმძაფრით დინება იმისი, აი როგორი ნაკადი წამოვიდა, აღწერილი აქვს, რომ აი ესეთი ნაკადი მდინარეს, აი მდინარე დიდი ნაკადით რომ მოდის წინ რაიმე წინაღობას თუ გაუჩერებ, ამაღლდეს იგი ზეიდან რო გადადის რა, ისეთი ძალით მოდის, რომ წინ რამე რო გაჩერდება აივსება და გადადის და მოდის ესე მოედინება რა. ხო და ხოლო უკვე თუ განაღოს წინაშე მისამ მცირე ხვრელი გინა თუ ხვანჭაი ერთი, ესე იგი და თუ რო დაკეტავა მყარებს, ერთი პატარა ნახრეთიც კი თუ გააკეთე, აი პატარა ნახრეთიდან დიდი ზეწოლით მოდის, მოკლედ. იმ პატარა ნახრეთიდან გამოხდეს იგი დიდითა სიმძაფრითა, ნაკადით მოდის რა. პატარა ნახრეთიდანაც კი ასხამს ეს. და ეგრეთ არაჟონს განეღო კიდე კარისა მის, გამოხდა იფქლი გარეშე კართა მის სახლისაითა და დაუკვირდა ამბა მაკარის და რომელნი დახვდეს შეძინეს სარწმუნოებასა მათსა წმინდისა თეოდოსა მიმართ პატივისცემის. რქვამას ამბა მაკარი, ჭეშმარიტად მამაო, რამე თუ მოიმკო შენ ყანისამისგან კეთილისა, რომელ დასცეს და ესეთი სურვილი, ესეთი დაალცვა გამოთქვა, რომ რაც შენ დათესეო, ანუ ეს ბერები, მონაზვნები და რაღაცა, რომ ესევე რომ მოგემკოსო იქიდან რა. შემდეგ მოდენ ვის მოდესმე ვიდა დღეს აერცა დედაკაცი პატიოსანი ხა სასწავლების რასასწავლები მოახდინე მოზე გქოლობარ. დედაკაცი პატიოსანი და მდიდარი ალექსანდრიელი მამისა ჩვენისა წმინდისა თეოდოსია თან ყავდა ძეითვისი მხოლოდ ჩობილი. დავითარცა იხილა ყრმამან მამაი წმინდა თეოდოსი დავარდა ფერხთამისაზე და ხმაყო და თქვა ესე არს რომელმან განმარინა და წყალსა ზედა ვეპყარ რათა არ მოვირჩო რო არ დახრჩობილიყავი ამა გადამარჩინა დახრჩობას და განიხარა დედაკაცმან მან და წარმოუთხრა წმინდა სამისყრმისას და წარმოუთხრა წმინდა სამისყრმისას საქმე და თქვა ვითარმეთ ესეთი ამბავი მოუყვა ამ ბავშვის შესახებ. ყრმა ესე იმღერდა ანუ თამაშობდა და შთავარდა იგი ლაკვასა, ანუ აუზია ეს ლაკვა და ფრია დიცა და ღრმასა. და წარვედით, დავწირეთ ეგე და გვეგონა ვითარმეთ მომკვდარა არს ეგე. და ნუ ვეღარ ვერ ვიპოულობთ რა, იმ ხელა აუზია დიდი ვებერთელა, ყვა სადინარებია, კიდე რაღაცა გამოსასვლელი წყლის და ნუ ეგეთებს აკეთებდნენ ხოლმე იერუსალიმის ახლო-მახლო ალექსანდრიაში, სადაც ხელა რა, ესე დიდი დაგუბებულ წყალს, შეიძლება ეს არის პატარა ტბა, რაღაცა და ვერაფრით ვერ მონახოს და კაცნის თავლენით ლაკვასა მას, რაითა სახელი მოაბმან და აღმოიღონ გვამი მისი, ვიდრე არღარა დაუხსნიეს წყალს ამას, რომ აი სანამ გახრწენის ეს წყალი, რამდენიმე დიდი ხანი გავიდა და მყინთავები გააგზავნეს, რომ რაღაცა თოკე რაღაც მოაბა, რომ ამოიღონ მისი სხეული წყლიდან. სანამ გაუხრწნია წყალს. და ვითარ შევიდეს პოვეს ღრმა ესე ცოცხალი, მჯდომარი წყალსა ზედა და საბელი მოაბეს მას და აღმოიქვეს. წყალში ზის ბავშვი ცოცხალი რა. მოაბეს ეს საბელი თოკი რაღაცა ამოქაჩეს და დაგვიკვირდა და მადლი შევწირეთ ღმერთს ამასზე და გარდაიქცა ჩვენი გლოვა სიხარულად ჩვენ და ხოლო ვკითხეთ ყრმასამოს საქმე და გვითხრა ვითარმეთ მონაზონსა ვისმე ეპყრა და არა უტოვებდა ქვეწ აღებად. ამას ხო გამდინარეა კეთყობა რაღაცა და მონაზონმა დამიჭირაო და ღრმათ რო არ ჩასულიყო და მდინებას რო არ გაყოლო და მოკლედ ხელში ვეჭირეო. და მიერიდან ვიდოდე მე მონასტრებსა და უდაბნოთა. დავიწყე უდაბნოებში და მონასტრებში სიარული, მინდა რაითაცაც ცნა, ვინ არის წმინდა იგი მონაზონი. და ესე რა აღმისრულა ღმერთმა ნებაი, ჩემი და გამომიცხადა მონაითვისი მეცნიერებით ამის ყმისაითა. და აი შემისრულდა ეს ჩემი ოცნება. და მოიღეს ლოცვაი წმინდის ამის და შეწირეს ადგილსა ევლოგიაი და ლოცვა კურთხევა აიღეს მამა თეოდოსისგან და შესწირეს ამ ადგილს ევლოგიაი, ანუ საკმაოდ დიდარი ხალი იყო შესაძლებელი და წარვიდა შვიდობი და დედაკაცი იგი რაი წელიწად მისცემდა ევლოგიასა მონასტერსა მისცა და
დღეთა ცხოვრებისა მისცა სამადლობელად ღვთისა. აი სასწაულის გამო სანამ ცოცხალი იყო ეს ქალი წირავდა ყოველწლიურად მონასტერს დიდ შემოსავალს. აი ეს რაც მოგახსენეთ თავიდანვე რომ აი ესეთი შემომწირველები ყავდა თეოდოსის და აი ამის ხარჯზე აშენდა ეს ვებერთელა მონასტერი. შემდეგი და ყველა სხვა დედაკაცი მოვიდა მამისა ჩვენისა წმინდისა თეოდოსისა ტიროდა და იგლობდა და უთხრა ვითარმეთ შვილი არა დამდგრების და მრავალი შვილი მიშობია და შობის სიხარულსა სიკვდილის გემოეწიის ხოლო ესე იგი ბევრი შვილი გამიჩენია მაგრამ ყველა მიკვდება ეს შვილები რა მიკვდება და მოკლედ რამე მიშველე და ულოცა მას წმინდა მან თეოდოსი და უბრძანა რათა შვილი რომელ შვეს უწოდოს მას სახელად თეოდოსიოს. თეოდოსი დაარქვი და გადარჩება უთხრა. და მართლაც გააჩინენ ქალმა უწოდა შვილი და შეწირა იგი ღმერთსა და მონაზონი ქმნა და არს იგი დღემდე ჩვენთანა მონასტერს ამაშინა შემკული სახელით და მამისა ჩვენისა წმინდისა თეოდოსისაითა. დღემდე ეს მოვერი ჩვენთან არის რა. ანუ როგორც მოგახსენეთ ეს თეოდორე თანადრო ესე იგი ცხოვრობდა ეთყობა მონასტერში ხეს კარგად ვერ გამოვიძიე და მოკლედ თანამედროვე იყო. და აი კიდევ ესეც ეხა კიდე ზუსტად ეგეც წავიკითხავთ ერთ კიდე ესეც ესე იგი რომ გარდა იმისა რომ ის ამ სასწაულებს ახდენდა და ამის გამო შემოწირულობა ჰქონდა დიდი აი სასწაულებს ახდენდა და ხალხი მოდიოდა და რჩებოდა მის მონასტერში. აი მაგალითად ეს შემთხვევა და ეს თეოდოსი რომ დაარქვეს ის და კიდევ მოვიდა ყოველთა წმინდისამის სხვა დედაკაცი ბეთლემელი და უთხრა მას რაც ვითარცა იგი პირველმა მან რომ არ მიშდება შვილი და მასა ეგრევე უბრძანა ვითარცა იგი პირველს ამას და უცხოვრა მას შვილი გადაურჩინა შვილი და არს იგი დღეს კირითხურო და რქვიან მას სახელი წმინდისა მამისა ჩვენისა ესე იგი თეოდოსი და კირითხურო ამშენებელია და მონასტერში ცხოვრობს ისიც შემდეგ მოვიდა ქვეყანას ამას ამ მხარეში ურიცხვი მკალი და ქვეგოგოარი ანუ ესე იგი ქვეწარმავლები შემოესწიენ და განსაკუთრებით კალია მხარეს და მოვიდა ხალხი ქვეყანისა კაცნი მოიუტოდეს წმინდის ამის ხოლო იგი ვერ შემძლებელი იყო შეძროათ სიბერითა ეს ლოგინათ იყო ჩავარდილი უკვე დაბერებული იყო ეს გვიანდელი სასწაულია და მოვიდა ეს ხალხი ამას და მიეყრდან ერთს ამადგანსა ესე იგი ერთ-ერთ ხელი გადახვია დაეყრდნო და გამიყვანეო უთხრა და გამოვიდა და მივიდა სადა იყო სიმრავლე მკალისა მის ანუ კალიებით იყო სავსე და ჭამდნენ ნუ ესენი თელმოსავალს აჩანაგებდნენ და დაადგრა იგი და ილოცა და ბძანა რათა მოგვარონ მას მკლისა მისგან ერთი კალია მომეცით მიუყვანეს ეს კალია მოიქმნა კი ხელთა თვის და ხელის გულზე დაისვა და რქვა მათ თქვენცა მონანი ხართ ჩვენებრო ერთი საუფლისანი ერთი ღმერთის შვილები ვართ ყველანი იმის გაჩენილები ნუ შეეხებით გლახაკთა საზრდელსა ესრად გიბრძანებს თქვენ უფალი კალიას ელაპარაკება რა მაშინ ყოველი რომელი იყო მკალთა მათგანი გარეშე ღობისა დადგა რომელთა შინა იყო და ჭამა თივასა და დაუტოვებდა ნაყოფსა და ყოველთა რომელთა იხილეს ესე დაუკვირდა და ადიდებდეს ღმერთსა ესე იგი კალიებმა რა გააკეთეს ბალახის ჭამა დაიწყეს და ნაყოფს აღარ ეხებოდნენ და ნუ გაუგნებული დარჩა სულ შემდეგი ყოლად მოვიდა მკალი ისო კალიებზეა სოფელსა ერთსა და სოფლის ამის ყოფთა ჩვეულება აქვთ ელოგიისა მოგებათ მონასტერსა მისა უცხოთათვის და გლახაკთა რომან მისა მიუტოდიან და ესე იგი ამათ ჰქონდათ ესეთი ჩვეულება რომ მონასტერს წირავდნენ ხოლმე რა შემომწირველები იყვნენ მოვიდეს სოფლიონი იგი და შეიწევდეს წმინდა სამა შეიწევდეს ანუ დახმარების სათხოვნელად მოვიდნენ თეოდოსისთან და მან მოიღო ზეთი და ლოცვაი წარდგა მასზე და ზეთი აკურთხა და წარსა იგი ერთად მათაგანსა რაით აპკურონ იგი გარემო სოფოს ამას აი ზეთი ასხურეთო რა გარშემო აკურთხა ზეთი და აკურთხეს ზეთი და ნუ კალიები წავიდნენ შემდეგ
უნდა ოდესმე იკონომოსა მონასტრისასა, რათა იყიდოს სამოსელი ძმათათის ჩვეულებისეებრი. და არა აქვთ ამას სასყიდელი, რომლითამცა იყიდა და მოვიდა წმინდის ამის და უთხრა აზრახა თუ რა იყოს და სადაით შთაყოს. ბერებისთვის არის კაბების აყიდელი რა და არა გვაქვს ეს ფული და რა ვქნა დახევლები დადიან ეს ბერები და საჭიროა უკვე სამოსელი. ხოლო რქვა ამას ნეტარმან მან თეოდოსიონება წერილარს ნუზრუნოთ ხვალისათვის ხვალემ თვითონ იზრუნოს ხო არის ეს სახარებაში. და ცნაღ მერთმან ფრიადის არწმუნობა იგი მისა მიმართ და გულყრობა ისევე სიტყვა გულყრობილებაი გული დააპყრობინა ღმერთს ეს არის რა გული აქ შეწირული ღმერთისთვის ბოლომდე გული ღმერთმა დაიპყრო მისი გული არ ეგეთი გამოთქმა ხო და უფალმა რომ ნახა კიდევ ერთხელ მისი გულყრობილებაი ხვალისა დღე მოულინა მას კაცი რომელმან მისა მას 100 დრახკანი და მან მისა იგი იკონომოსა და უყიდა მან სახმარი ნუ აი საჭირო კაბები ძმებს და ერთი მოწაფეთა მის წმინდის საგანი ეს ხო თქვით რომ მისგან მისი მოწაფეები გადიან და ეპისკოპოსები გახდნენ და რაღაც იყო ეპისკოპოს ბოსტრე ქალაქსაზე და ეს ბოსტრე ქალაქი ვეღარ მოვასწარი რომ გამერკვია რომელია და რომელს ერქვა სახელით ივლიანოს ეპისკოპოსი კაცი შვენიერი ვიდოდა დასამოძღვრისა თვისისასა და ამის მორჩილებით ცხოვრობდა ალცა კურთხევი და დღეთ ანასტასი მეფისა მწვალებელთა ისა ექსორია იქნა ანასტასი მოასწრო და ეს გააძევა თავის დროზე. რამე თუ არა შეუდგა ბრძანებასა მეფისასა და არცა შეურაცხყო წმინდა კრებაი ქალკედონისაი. ანუ ეს ქალკედონის კრება არ უარყო და გააძევეს ეს ივლიანოსი და მოიქცა მოძღვრისავე თვისისა და დაადგრა მისთანა რა უნდა ეკნა ჩამოვიდა და ისევ თეოდოსისთან მივიდა თავის მოძღვართან და დაიწყო იქ ცხოვრება. რაჟამს მოკლა ღმერთმა უხთო იგი ანუ ეს ანასტასი მწვალებელი და მოიქცა ეკლესიათა საქმე იმყუდრება და შვიდობად მიიქცა ივლიანოს ბოსტრედვე და ევედრე წმინდასამოს რათა წარყვეს მისთანა. დაბრუნდა ისევ ამ თავის ქალაქში და თხოვა თეოდოსისო წამომყევი ამ ქალაქშიო. და ვითარ მიიწივნეს მახლობელად ქალაქისამის მოვიდა გამოვიდა ყოველი ქალაქი და შეიყვანეს იგი სიხარული და ვითარ ქალაქად შევიდეს იქ მაინც დარჩენეს წვალებლები ხვაყო დედაკაცმან ვინმე ბილწმან და აგინა წმინდა იგი და მოცდომილად შემაცდინებლად ანუ მოცდომილად ხადო და მუნსკვე მოავლინა ღმერთმან მიზა და სიკვდილი და მოკლა იგი და შემდგომად ორისა დღისა განვიდეს ეპისკოპოსი და წმინდა ეკლესიათა წმინდათა მოციქულისას რომელსაც ქალაქსა გარეში ქალაქის გარეთ იყო წმინდა მოციქულების ეკლესია და იქ წავიდნენ რათა მოილოცონ იგი და იყო გზასა ზედა მაცა მონასტერი რომელსაც შინა იყვნენ მონაზონი წყეულნი იაკობიტელები იყვნენ წყეული მონაზონები რაჟამს იხილეს წმინდა იგი იწყეს რეკად სარეკასა თვინიერ ჟამისა ურცხვინოთ და კიცხებით და ესე იგი აქ ხო ესეა რომ ეპისკოპოსი რო შედის ან ნუ წმინდანი ახლა ესე აღარა ვარ მაგრამ ეპისკოპოსი რო შემოდის არებინო დაირეკოს და ესენი რომ გაიარეს იქ ამათმა ამ წვალებლებთან მონასტერში უჯეროთ ანუ ესე იგი ყოველგვარი წესის გარეშე თან იცი როგორ აი წყობრიზარი კი არ დარეკეს რაღაცა რა კარუკე ატეხეს ამ ზარებით ბილწების გამოსახატავად და იკითხა წმინდამან საქმე მათი რაჟავს უთხრეს საქმე მათ და სარწმუნოება მათი აგიგზნეგი შურითა და თქვა კურთხეულარს უფალი რამე თუ არა დაშთეს ვანსა ამაშინა ქვასაზე და ქვაზე არ დარჩება ამ მონასტრიდან ესე თქვა და შემდგომად ცირათა დღეთა მოიტევნეს კაცნი დასავლეთ კერძო ვანსამაზე და ამ სამონეზე თავს დაესხნენ ვიღაც ყაჩაღები და აღიჭრეს ყოველი რა იყო მაშინა და უმრავლესი მონაზონი ტყვეც წაიყვანეს და ადგილი იგი ცეცხლით ამოწვეს და იქმნა ვანი ანუ სავანი იგი სათესავ იფქლისა ხორბლის დასათესად გამოდგებოდა მხოლოდ ისე გაანადგურეს. ნუ შემდეგი
მოვიდა ოდესმე იერუსალიმად სპასალარი ერთი მეფისაი, რომელიც იყო ყოველსა ზედა ქვეყანასა შამისასა, რათა მოილოცნეს წმინდანი ადგილი, რამეთუ კაცი იგი იყო ქრისტეს მოყვარე და ესმა მამისა, ჩვენისა წმინდისა თეოდოსისათვის და მივიდა მისა და ფრიად განიხარა ხილვითა მისცა და ასწავა მას ბერმან და ამცნო და რქვა, ნუ იყოფილ სასოებაი შენი საჭურველისათვის, ნუცა სიმრავლესა ერისას, არამედ ესევთ ქრისტესა, ღმერთსა, ჩვენსა ძლიერსა, რომელსა ვერავინ ერევის. და არცა უგულოს ყმის იგი, რომელ მას ესევთ. მოკლედ, რაღაც კაცი სპასალარი, ანუ ხედართავარი მოვიდა და ქრისტეს მოყვარე და ნუ რომ ნახა ეს მონასტერი როგორ ცხოვრობენ რაღაც და ძალიან მოეწონა, მოკლედ. ძალიან მოეწონა და თეოდოსისაც მოეწონა და დალოცა და უთხრა, რომ როდესაც შენ დაუბრუნდები შენ ცხოვრებასო, შენი საჭურველი და შენი ჯარის იმედი კი არ უნდა კონდესო, არამედ უფლის იმედი უნდა კონდეს და ყოველშინა ლოცულობდეო რა, ესე უთხრა და ამასაც ძალიან მოეწონა. ყოფილი საოცარი რაღაცა გააკეთა ამ კაცმა. ამ თეოდოსის ეცვა ნაქსოვი უხეში შალის უსახელო სვიტრი, შიგნით, ტანსაცმლის შიგნით. და უთხრა, რომ ესო მაჩუქეო. როგორი საქმეა კაცო. თეოდოსის დიც აცვია ნაქსოვი ჯებრე მაჩუქეო უთხრა. თეოდოსიმ გაიხადა და აჩუქა. ამან ჩაიცვა. და შემდეგ უკვე როდესაც ეს მოხდა ბრძოლაში, ესეთი რაღაცა მოხდა, რომ რაღაც მომენტში ესე იგი ისეთი გახშირებული და ისეთი ბრძოლა გაიმართა, რომ ცხენების, ფლოქვებისგან დადგა ისეთი საშინელი მტვერი, რომ ესე წერია, რომ კაცი მოყვასა თვისა ვეღარ ცნობდაო. ეხლა ვინ იყო მტერი და ვინ იყო მოკეთე ვეღარ ესე იგი არ ყოფდი რა. ვინ უნდა მოგეკლა და ვინ არა და ესე იგი ეს რომ ჩამოვიდა, მე უყვება ამ თეოდოსის ეგეთ რამეს, რომ ესეთ ბრძოლაში მოუყევიო და აღარ ვიცოდი რა მექნაო. კი, იქნებს ამ ხმალს, მაგრამ შეიძლება ვიღაცა თავისიანი მოკლას ხო და ისეთი საშინელი მტვერია და შენო მოხვედიო. და შენი ხელი გამოეცხადა რა. და შენი ხელით მიმითითეო ხელითო საით უნდა წავსულიყავეო და გამოვედი ამ ბრძოლიდანო და ეს გადარჩა და ბრძოლაც მოიგეს ამათმა. და ეს ვერ ჩამოვიდა ამ თეოდოსისთან და ეს მოუყარო, ესეთი გამოცხადება მქონდა შენიო და მოკლედ მადლიერების ნიშნად მონასტერს ორი დიდი მიწა უყიდა გარშემო ამ კაცმა. და რაღაცა დროის შემდეგ გაწვიმდა, იქ ხო იშვიათია ეს წვიმა, გაწვიმდა და გახაკები მოვიდნენ და თხოვეს, რომ ეს ორი მონაკვეთი რო გაქვთ, იქ ხო არავინ არ არისო, ჯერო. ხო და დაგვუცეო რა მოსავალი თუ მოვარამე, რომ იქიდან ავიღოთ და ამან დალოცა აკურთხა და მოკლედ რაღაც ამობიბინდა იქა რა. ხა ზუსტად არ წერია. ნაყოფიერი იქნა ქვეყანა. და ნაყოფი გამოიღო ქვეყანა მიწა. შემდეგი შეჯდა ოდესმე ნავსა სხვა სამაშინა ერთი ძმათაგანი და ჯერ ნახევარი გვაქვს წაკითხული. და შეემთხვია მას ჭირი დიდი და ვით არ უხმოვდეს ლოცვასა მის წმინდისასა, ეჩვენა მათ ძილსაშინა და რქვა მათ ნუ გეშინინ, რამე თუ ღმერთსა უბრძანებიეს ხსნაი თქვენი და გადაარჩინა. შემდეგი სხვა ძმა იმიდიოდა გზასა, თან ყავდა კარაული, ანუ ვირი. და შემთხვია მას ლომი და ვითარ შეეტევა კარაულს ამას, ლომი გამოექანა ამ ვირის შესაჭმელად, რქვა მას ძმამან სახელითა წმინდისა თეოდოსისათა განეშორე კარაულისაგან ჩემს სახედარს მოშორდი და უკუნ იქცა ლომიგი და არარაი ავნო მას. და არცა კარაულსა მისა. სხვანი მრავალნი იხსნეს დიდთაგან განსასწელთა მოხსენებით და სახელისა მისათა და ხალდის ლოცვითა წმინდა მისა, რამეთუ სხვანი მიემთხვიეს ლოცვათა მის საქმეთა და სასოებაი წარეკვეთა. ბევრი კიდე რამ არის, მაგალითად ერთი ეს არის, რომ
შემდეგი სასწაული რაზეა, რომ თავის სენაკში იყო ერთხელაც და ფანჯინა გამოიხედა და საღამო ხანი იყო და ბერები დაინახა და სასწრაფოდ დაარეკეთო ზარიო, ლოცვის ზარი რა. დაარეკეს, მოვიდნენ ესენი ყველანი, ლოცვა დაიწყეს, ტელეღამი ლოცვას და მე მოვიდე კითხე რატო დაგვარეკეო და დავინახევა ეს ბოროტი დასავლეთიდან როგორ წამოვიდაო. ქალაქ ანტიოქიისკენო და როგორ ელოცაო რა და მე გაიგეს რამდენიმე დღის მერე მოვიდა ეს ამბავი რომ ანტიოქია დაინკრა რა ქალაქი ღამე მიწისძვრის გამო. ნუ კიდე ამათ მოლოცვამ გადაარჩინა როგორ ჩანს. კიდევ ესეთ შემთხვევა იყო რომ ამათ დასაჯა ვიღაცა უზიარებობით რომელიღაცა ბერი მონასტრის და იმანაც მიაწყდა რომ შენც ნუ ეზიარებიო და ამან ეს მიიღო სერიოზულად აღარ ეზიარებოდა და დიდი შრომა დაჭირდაო რომ ეს ბერი დაერწმუნებინა რომ ზიარების უფლება მიეცა თუმცა იმას დაჯდის უფლება არ ჰქონდა და ბოლოს იმან შეინანა და დაულოცა და მისცა უფლება რომ იზიარა. შემდეგ დასნეულდა ძალიან და ერთი წელი გარდაცვალებამდე ლოგინად იყო ჩავარდნილი ისე რომ ვერც კი ინძრეოდა რა თვითონ და მხოლოდ ძმა ვინმე თუ მოვიდოდა ბერი და გადაატრიალებდა ერთი გვერდიდან მეორე გვერდზე და ძალიან ესე იგი ამას უდურწვინებლად იტანდა და ნუ ესე იგი აქ არის აღწერილი თუ გინდა წაგიკითხავთ არა ძირჩათ ის არის რომ ნაწოლები გაუჩნდა ვიდრე მდის მოხდა ტყავი თეძოთა მისთა აი თეძოებზე ტყავი ძრებოდა უკვე ისე იყო რა ისეთი ნაწოლები ქონდა და არა მოიწინა და არც სულ მოკლე იქნა აი ესეთი გარდაცვალებამდე ერთი წელი ესე იტანჯა და მე რომელიღაც ბერ შეეცოდა და უთხრა რომ კი მაგრამო შენო სასწაულს მოქმედი ხარო სხვებს ეკურნაო და შეცხოვეო ღმერთსო და მოგაშორებს რომ ავადმყოფობასო რა ხო შეგიძლია ორგანიკული და ამათქო კიო შემიძლიაო მაგრამ რა შეეცი საქმეო ჩემი შრომისათვის ყველა საჩუქარი მინდა იქ მივიღო ზეციურ სამყაროშიო და აქ თუ მივიღებო ასეთ საჩუქარს მე იქ დამაკლდებაო და ამიტომ არ მინდა ღმერთშევნიაო რომ ვიტანჯეო და მე იქ სამოგიეროდ ყველაფერი ერთად მოკლედ მივიღო და ეხლა უკვე ძალიან ცუდად არის და მამები შეიკრიბენ მასთან და ეუნება მოთმინე იქმენი ძმანო და მამანო ჩემო ადგილს ამას და შევიწყნარეთ რომელი მოვიდეს მაშინა თქვენზე და განსასწენი მადლობით მიახსოვოთ ცხოვრებისა თქვენისა და ერთი გასა ზალისა თქვენისასა რომელ წინა გიძღოდიან შემდგომა ჩემსა და მე მივსე ღმერთსა სიტყვაი თქვენთვის დღეს ამას სარჩელისასაუდეს მოვიდეს მიგებათ კაცად საქმე თამათებ და მე მიქცე თქვენ დასამტკიცებლად სიტყვათა ჩემთა სასწაული უკვე თუ ესე იგი მოკლედ მოთფინებით გადაიტანეთ ყველაფერი და აი ესეც სასწაულს დაგიტოვებთ თუ ჩემი გარდაცვალების შემდეგ ადგილი ესე შემდგომად ახსნილების შემატებულ შენობასა და ამაღლებულ უწყოთ რამე თუ მე მიპოვნია კადნიერება წინაშე ღვთისა და აგისრულო რომელია აგეთქვი ესე იგი თუ ეს ადგილი კიდე გაიზარდა ჩემი გარდაცვალების შემდეგ და კიდე განაშენიან და მაშინ ჩათვალეთ იცოდეთ რომ მიღია ღვთისაგან მადლი და რა შეგვიძლია აი თქვენთვის ვილოცავ ყველანაირად დაგეხმარებით და უწინარეს წმინდი სამის შესვენებისა სამი დღით წარსა ყოველთა მამასახლთა უდაბნოსათვის რაიცა კაც სამი სეფისკვერი ეულოგიათ ამით აუწყებდა ყველა მონასტრებს სამი სეფისკვერი გააგზავნინა მას მონასტრის წინამძღვარს რა თავისი გარდაცვალებიდან სამი დღით ადრე რომ ყველას გაეგორო სამი დღე დარჩა სიცოცხლის თეოდოსი დიდს და
და მოვიდნენ მესამე დღეს ყველანი და მოიკითხნა იგინე მშვიდობაი დაუტევა და აღიბრა ხელნი თვისნი ილოცა და თქვა ხელთა შენთაში უფალო შევედრებს უსა ჩემს და მუნთქვესვე ჩამოვიხნას ხელნი და შეხვედრა სული ღმერთს აი ესე ახალაპყრობით წევს რა თქვა ესე და ჩამოუშვა ხელები და გარდაიცვალა და დღესა რომელსაც შეისვენა იგი იყო 105 წლისაი და მივიდა ღვთისა კეთილითა სიბერითა კადნიერებითა საქმეთა კეთილთაითა და ჩვენ გვიღირს რათა ვთქვათ მისთვის თქმული იგი წიგნისაი ვითარმეთ და როგორ დაიცვალა ჩვენ კი და ვთქვათ ისაც საფრთხო წერილში წერია პატიოსანარს წინაშე აი ეს აღასრულა რა და ეს მოხდა პატიოსანარს წინაშე უგრისა სიკვდილი წმინდათა მისცა ეს ფსალმუნების სიტყვებია და პატივსცა ღმერთმა სიკვდილსა მისცა საკვირველითა მით რომ ქნა პირველ დაფლისა გვამისა მისისა და ღმერთმა ნახეთ როგორ წერია რომ პატივისცა თეოდოსის სასწაულით რომელიც მოხდა რომელიც აღესრულა სანამ დაიმარხებოდა მისი გვამი აი ესე აღნიშნა უფალმა მისი გარდაცვალება რომ მოკლედ იყო ვინმე კაცი ალექსანდრიელი რომელსაც ერქვა სტეფანოსი და დაეცემოდა იგი ეშმაკისაგან ეშმაკეული იყო რა და მოვიდა ადგილს ამას და ესვიდა იგი რათა ღმერთმან განკურნოს ლოცვითა მიწმიდისაითა და ღმერთმან უკუნადროა ანუ გადააგდო განკურნება მისი ანუ გადაწია ეს მოვიდა თავის დროზე ცოტა ადრე მოვიდა ესე იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო თეოდოსი რომ თეოდოსისთან მისულიყო და განეკურნა მაგრამ რაღაც ისე მოხდა რომ ვერ მივიდა მანამდე ღმერთმა ეს დრო გაუწელა ცოტათი და როდესაც გარდაიცვალა ეს მოვიდა და თქვა რომ არ დაასაფლაო თუ ჩემოთ მე უნდა განკურნოს მაგან ნამდვილად იცოდა რა რაღაცნაირად და მართლაც მოვიდა შეეხო ამ გვამს და ესე იგი ეშმაკეული ნიშნავს რომ გონება ქონდა დაბნელებული და აი რაღაც მომენტებში გამონათებები ქონდა და სანამ მისი ლოცვით არ განკურნავს მანამდე ნუ დაასაფლავებთ და მივიდა მართლა და ტირილად იწყო ტირილად დაალტობდა ფეხს ამ ფიცრონისოთ და იტყვა შემიწყალე მე წმინდა ღვთისაო და აჩვენე ეს კაცი ეუნება სტეფანოსი და აჩვენე რამე თუ შემდგომადსა განსვლისა შენი სამიერ სოფლით არა დასცხები ვედრებად ღვთისა მიმართ მათთვის რომანი მოუტიან შენ და სიკვდილის შემდეგაც ვინ შენთან მოვა აჩვენე ყველას რომ კიდევ დაეხმარები და განმათავისუფლე სულისა ამისგან არაწმინდისა რომლის შემუსრავს მე და ნუ მიტევებ მე წარსულად შეგან უგულებელსა და ცუცო მკრუფსა სარწმუნოების რომელმოხ შენ დამომართ ნუ გამიცრუებ იმედს რა და იმ რწმენას რაც შენს მიმართ ამაკ და შეიწირა ღმერთმან მოწყალემან სარწმუნოება იმისი და აჩვენა საკვირველება თვისი ჩვეულებისა მეხსევა დასსა იგი სულმან მან არაწმინდავან ეს არაწმინდა სული დააკვეთებდა ხომ წაქცევდა ძირს და იწყო სიტყვა წმინდის ამართ სიტყვითა ყვედრებისათა და რაღაცას ბოდვა დაიწყო რა ყვედრების სიტყვები წმინდანის მიმართ და მყის განვიდა მისგან ეშმაკი ალაპარაკებდა და გავიდა ეს ეშმაკი და განთავისუფლდა კაცი იგი და დადგა პირველსავე გონიერებასაზე და ფრიად მუხარული ადიდებდა ღმერთს. დავით არა ეუწყა პატრიარქსა იერუსალიმისასა გარდაცვალება წმინდის სამის. წარიყვანა მისთანა რომელნი დახვდეს ეპისკოპოსნი და შტავიდა მონასტრად და ჯეროვნად პატივსა წმინდათა ნაწილთა მისთა. და შეკრბა სიმრავლე ერისაი მიუთხრობელი მონაზონთა და ერისკაცთა უამრავი ხალხი მოვიდა მოკლედ უამრავი ხალხი. და მოხევდეს სამოსელსამისა ელოგიად განიპოვეთ ჩუმად ტასაცმას ახევდნენ და ზოგადად თმასაც მინდის ამის და თმას აჭრიდა ზოგი ჩუმად და შეიტკბობდეს და მალავდნენ წადიერები და წარიღებდეს ყოველნი კაცნი მოსრაფი იყვნენ რათა წარ რაიმე იღეს მათთანა ელოგიათ რომ რაიმე წაეღოთ ამისა შემდგომად ძლითღა თუ სადმე შეუძლოს ერის ამისგან დასმეს პატიოსანი გინაწილში საფლავსა საუნჯეთ ღვთისმოყარეთათვის და დიდად შესავედრებელად ყოველთა მოღვაწეთათვის და სადიდებლად მამისა და ძისა და ყოვლადწმინდისა და სახიერისა და ცხოველსყოფელისა სულისა აზდა
10 და დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა ამინ. ამით ვამთავრებ თეოდოსის შესახებ და ჯერ გაჩვენებთ მე ესე იგი ეს არის გამოსახულება კიფირა საბერძნეთი მე-13 საუკუნეა. იქ არის მღვიმის ბევრი გამოსახულებაა ძალიან, მაგრამ ამას გაჩვენებთ ერთს, რომელიც ძალიან განსხვავებულია. კიფირა გამოქვაბულში არის ტაძარი და იქ არის მოხატული თეოდორე არის ხატწარი. აი ესეთი არის თეოდოსი და გაჩვენებთ ახლა გამოსახულებას, რომელიც ჩვენ გვაქვს ახლა ხატი მინდა თეოდოსის, რომელიც მისი ცნობილი გამოსახულებების მიხედვით არის გაკეთებული. აი ეს არის მისი ხატი. აი ეს არის მისი ხატი. აი ეს. აი. ჩანს ხო? აი ეს. აი ეს. ეხლა რა უნდა მოგახსენოთ ასე იქ. საქმე ის არის რომ საქმე ის არის რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით წმინდა ნაწილი წმინდანი ინარჩუნებს თავის კავშირს წმინდა ნაწილთან. ამიტომ წმინდა ნაწილი ნიშნავს იმის ყოფობას. და ასეთივე ძალა წმინდა ნაწილს უფრო მეტი რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთივე დამაჯერებელი არის წმინდანის ხატი. თუნდაც ძალიან მარტივად შესრულებული. ხა ეს ხატი წმინდა ძველი ხატის მიხედვით არის გაკეთებული და ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ნაწილი არა გვაქვს, აი ღრმად წამს რომ წმინდა თეოდოსი ჩვენთან არის და გლოცავს ისევე როგორც გლოცავდა ყოველთა მის გარშემო მყოფ ადამიანებთან და შეგვეციოს მისი მადლი. მე კი გადავდივარ ეხლა დღეს კიდევ გვაქვს წმინდანი, რომლის შესახებაც პრაქტიკულად არაფერი ვიცით. ეს არის წმინდა რომის პაპი ჰიგინუსი, რომლის გამოსახულებაც გვაქვს და წმინდა ნაწილიც. ოღონდ ეს გამოსახულება ვერაფრით ვერ მოვიპოვე ფერადი. ეს არის ბაზილიკა დი სან პაოლო fuori le mura რომში მე-5 საუკუნის გამოსახულება. აი ეს არის ეხლავე აი ესეთი გამოსახულება შავ-თეთრია. მაგრამ ამისგან გავაკეთებთ აუცილებლად კარგ ხატს. ეს არის წმინდა ჰიგინუსი. რაც შეეხება წმინდა ჰიგინუსის ნაწილსაც გაჩვენებთ ახლა. რაც შეეხება წმინდა ჰიგინუსის გამოსახულებას კი არა, რა ვიცით მის შესახებ. ეს იყო ბერძენი, ათენიდან იყო. 152 თუ 159 წელია მისი გარდაცვალების ერთ-ერთი პირველი პაპი რომის და მის სახელთან არის დაკავშირებული საეკლესიო იერარქიის ჩამოყალიბება, ვინ ვიზე უფროსია. ეს იმისთვის რომ წესრიგი იყოს, თორე სინამდვილეში ღვთის წინაშე უფროსი და უმცროსი ესე არ არსებობს, ხო? და ასევე მიიღო მოწამეობრივი აღსასრული ანტონიუს პიუსი იყო ესეთი იმპერატორი. და ვატიკანის ბორცვია დასაფლავებული, სადაც მოკლედ პეტრე მოციქულის საფლავის გვერდით. და ეს გამოსახულება კი გაჩვენეთ უკვე და აი წმინდა ნაწილი. აი ესეთი წმინდა ნაწილი გვაქვს. აი ჩანს ხო ესეთი? ალბათ სანაწილეს გავაკეთებთ და ჩავაბრძანებთ და ამ ხატსაც ალბათ შევქმნით. და ბოლოს ერთი წმინდანი ყავს კიდე ხვალინდელი წმინდანი. ეს არის მოწამე ერნსტი, რომაელი, მეორე-მესამე საუკუნის წმინდანია. სიტყვა ერნსტი ნიშნავს შეუპოვარს, ძველ გერმანული სიტყვაა და რომაელი მოწამეა, რომელიც ასევე იმპერატორის პირადი დაცვის სასაფლაოზე არის დასაფლავებული. მარცელინის და პეტრეს კატაკომბა არის ესეთი ცნობილი და მოგვიანებით მისმა მოსახელემ ზალცბურგის
ეპისკოპოსმა ერნსტმა 1700 წელს უკვე გვიან გადაასვენა მისი წმინდა ნაწილები მის მიერ აშენებულ წმინდა სამების ტაძარში ზალცბურგში და დღესაც იქ აი ეს არის გავხსნი აი ეს არის მისი წმინდა ნაწილი შეგვიწიოს მისი მადლი და ამით დღეს ვამთავრებთ ლევანდელი და ხვანდელი წმინდანების შესახებ შეგახსენებთ რომ ჩვენ ვისაუბრეთ ძირითადად წმინდა თეოდოსი დიდზე პალესტინელ მოღვაწეზე მე-6 საუკუნის მე-5 შემდეგ ვისაუბრეთ რომ ვახსენეთ რომის პაპი ჰიგინუსი და ასევე მოწამე ერნესტ რომლის წმინდა ნაწილები დღეს განისვენებს ზალცბურგში. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.